1993 წლის ოქტომბერში, როდესაც რუსეთის სპეცსამსახურები შევიდნენ თბილისის სახელმწიფო არქივში, მათ იპოვეს დოკუმენტი, რომელიც არასოდეს უნდა არსებულიყო. ეს იყო ხელნაწერი ანგარიში სოჭის შეთანხმების შესახებ, რომელიც შედგენილი იყო ედუარდ შევარდნაძის პირადი მრჩევლის მიერ 1993 წლის ივლისის 27 რიცხვს, ზუსტად იმ დღეს, როდესაც ხელი მოეწერა შეთანხმებას. დოკუმენტის ყდაზე წითელი შტამპით აღნიშნული იყო სრულიად საიდუმლო, ხოლო ქვედა მარჯვენა კუთხეში ჩანდა ხელით ნაწერი შენიშვნა, არ გადასცეთ არავის, თუნდაც მინისტრთა კაბინეტის წევრებს. მაგრამ ყველაზე შოკის მომგვრელი ის იყო, რომ დოკუმენტის მესამე, მეოთხე და მეხუთე გვერდები აკლდა. ვინ ამოგლიჯა ეს გვერდები? რატომ? და რაზე წერდა პრეზიდენტის მრჩეველი იმ გვერდებზე, რომლებიც ისე საგულდაგულოდ გაანადგურეს? ამ დოკუმენტის არსებობამ ყველაფერი შეცვალა იმაში, რასაც ვიცოდით სოხუმის დაცემის შესახებ. ის ადასტურებდა, რომ შევარდნაძის გარემოცვა იცოდა რაღაცას, რაც ჩვენ არ ვიცით. რაღაც ისეთი საშიში, რომ ის უნდა განადგურებულიყო. დღეს, 30 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, ჩვენ გავხსნით ამ საიდუმლოს. ჩვენ ვისაუბრებთ იმ ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ სოჭის მოლაპარაკებების დარბაზში. ვნახავთ დოკუმენტებს, რომლებიც დაფარული იყო 10 წლეულების განმავლობაში. და ყველაზე მთავარი, ჩვენ დავსვამთ კითხვას, რომელიც აწუხებს მილიონობით ქართველს, იყო თუ არა ედუარდ შევარდნაძე, ყოფილი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი, ცივი ომის გამოცდილი დიპლომატი, ნამდვილად იმდენად გულუბრყვილო, რომ ენდო რუსეთის გარანტიებს? თუ იქნებ ის იცოდა ზუსტად რა მოხდებოდა, მაგრამ არ ჰქონდა არჩევანი. 1993 წლის ივლისის ბოლოს, აფხაზეთში მდგომარეობა იყო კატასტროფული. ქართული ჯარები აკონტროლებდნენ სოხუმს, მაგრამ ქალაქი იყო ალყაში. ყოველდღიურად იღუპებოდნენ ადამიანები. საკვები და წყალი იშვიათობა იყო. ხოლო ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ქართულ პოზიციებს ყოველღამე ესროდნენ მძიმე არტილერიიდან. ქართველ ჯარისკაცებს ჰქონდათ ტანკები, ჰქონდათ საარტილერიო იარაღი, ჰქონდათ რაღაცით პასუხის გაცემის საშუალება. მაგრამ მოსკოვი ითხოვდა ცეცხლის შეწყვეტას. რუსეთის დიპლომატები ამბობდნენ, თუ გინდათ მშვიდობა, უნდა გამოიჩინოთ კეთილი ნება. და შევარდნაძე, რომელიც 30 წლის განმავლობაში მუშაობდა საბჭოთა დიპლომატიაში, რომელიც იცნობდა კრემლის ყველა დერეფანს, რომელიც ხელს აწერდა ისტორიულ ხელშეკრულებებს მიხეილ გორბაჩოვთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლიდა ქართული ისტორიის მსვლელობას. 1993 წლის ივლისის 27 რიცხვს სოჭის სასტუმრო ჟემჩუჟინაში ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა ცეცხლის შეწყვეტას და მძიმე შეიარაღების გაყვანას სოხუმიდან. დოკუმენტის მეორე პუნქტში ნათქვამი იყო, ქართული მხარე ვალდებულია გაიყვანოს ყველა ტანკის, საარტილერიო იარაღი და მძიმე სამხედრო ტექნიკა სოხუმის ზონიდან 10 დღის განმავლობაში. მესამე პუნქტში კი დაფიქსირებული იყო, რუსეთის ფედერაცია გარანტიას იძლევა შეთანხმების დაცვაზე ორივე მხრიდან. ამ ხელმოწერის მომენტში დარბაზში იმყოფებოდნენ 12 ადამიანი. მათ შორის იყვნენ რუსი გენერალები, აფხაზი მოლაპარაკების წარმომადგენლები და ქართველი მრჩევლები. მოწმეების თქმით, როდესაც შევარდნაძემ დადო ხელმოწერა, მისი ხელი არ უცახცახებდა. ის გამოიყურებოდა დარწმუნებული. მაგრამ ერთ-ერთმა ქართველმა გენერალმა, რომელიც იდგა მის უკან, მოგვიანებით თქვა, მე ვნახე, როგორ მოჭიმა მისი ხბა. ის იცოდა, რომ აკეთებდა რაღაცას, რაც შეიძლება არასწორი ყოფილიყო, მაგრამ არ ჰქონდა არჩევანი. რა არჩევანი არ ჰქონდა ადამიანს, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი? რატომ უნდა დაეთანხმებინა პირობა, რომელიც ტოვებდა სოხუმს უიარაღოდ? და ყველაზე მთავარი, რატომ ენდო რუსეთის გარანტიებს, როდესაც მთელი მისი დიპლომატიური გამოცდილება უნდა ეუბნებინა, რომ კრემლი თამაშობდა ორმაგ თამაშს? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ უკან, 1993 წლის აგვისტოში, როდესაც დაიწყო ის, რასაც ქართველები უწოდებენ სოხუმის ტრაგედიას. პირველად 35 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ედუარდ შევარდნაძის პირად უსაფრთხოებაზე 1993 წელს, თანახმა გახდა ესაუბრა კამერების წინაშე. ის, რასაც ის გვიამბობს სოჭის შეთანხმების უკან მდგარ რეალურ მოტივებზე, შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობთ, რომ იცით. ვლადიმერ გოგოლაძე, ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც არასოდეს ტოვებდა პრეზიდენტს 1993 წლის ივლის-სექტემბერში, ინახავს დღიურს, სადაც ყოველდღიურად აღწერდა შევარდნაძის განწყობას, მის საუბრებს, მის შიშებს. ეს დღიური არასოდეს გამოქვეყნებულა. მასში არის ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებენ, შევარდნაძე იცოდა, რომ სოჭის შეთანხმება იყო ხაფანგი. მაგრამ მას ჰქონდა მიზეზი, რომ მაინც ხელი მოეწერა.
1993 წლის ივლისის 25 რიცხვს, 2 დღით ადრე, ვიდრე სოჩში წასვლა, პრეზიდენტმა მიიღო ზარი მოსკოვიდან, იხსენებს გოგოლაძე, მისი ხელები ჯერ კიდევ უცახცახებს 35 წლის შემდეგაც. მე ვიდექი მის კაბინეტის კარის უკან. ვიცოდი, ვინ რეკავდა, რადგან უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებდა ყველა ზარს. ეს იყო პავლე გრაჩოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი. საუბარი გაგრძელდა 35 წუთი. როდესაც შევარდნაძე გამოვიდა, მისი სახე იყო ფერმკრთალი. მან მითხრა, ვლადიმერ, ჩვენ არ გვაქვს არჩევანი. თუ არ გავიყვანთ ტექნიკას, რუსეთი შეიტანს ჯარებს აფხაზეთში ოფიციალურად. მაშინ ჩვენ წავაგებთ არა აფხაზებს, არამედ რუსეთის არმიას. ეს იყო შანტაჟი. გრაჩოვი აძლევდა შევარდნაძეს არჩევანს. ან გაიყვანე ტექნიკა და იბრძოლე მხოლოდ აფხაზებთან, ან შეინარჩუნე ტანკები და დაინახე, როგორ შემოდიან რუსული ტანკები საქართველოს საზღვრებზე. პრეზიდენტმა იცოდა, რომ ეს იყო ხაფანგი, აგრძელებს გოგოლაძე. მაგრამ რა შეეძლო? საქართველოს არ შეეძლო ომი რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ ვიყავით ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენი ეკონომიკა იყო ნანგრევებში, ჩვენი არმია იყო დეზორგანიზებული. შევარდნაძემ იფიქრა, რომ თუ მოსკოვს მისცემდა იმას, რასაც ითხოვდა, იქნებ რუსეთი მართლა გახდებოდა გარანტი და შეაჩერებდა აფხაზებს. ეს იყო სასოწარკვეთილების არჩევანი. მაგრამ იყო კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც გოგოლაძე საუბრობს პირველად. 1993 წლის ივლისში შევარდნაძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ მის საკუთარ გარემოცვაში იყო ადამიანი, რომელიც გადასცემდა ინფორმაციას მოსკოვს. ჩვენ ვიცოდით, რომ არის ჯაშუში, ამბობს გოგოლაძე. მაგრამ არ ვიცოდით ვინ. პრეზიდენტი ეშინოდა, რომ თუ არ დაეთანხმებოდა სოჩის პირობებს, ეს ადამიანი გამოიყენებდა ამას მის წინააღმდეგ. იქნებ მოაწყობდა გადატრიალებას. იქნებ გაავრცელებდა ინფორმაციას, რომ შევარდნაძე უარს ამბობს მშვიდობაზე და სურს ომის გაგრძელება. ეს იყო პარანოია, მაგრამ გამართლებული პარანოია. ჩვენ ვიცოდით, რომ კრემლი თამაშობდა ყველა ბანკოზე. ვინ იყო ეს ადამიანი? გოგოლაძე არ ასახელებს სახელს, მაგრამ ამბობს, ის იყო ძალიან ახლოს პრეზიდენტთან. ის იყო მოლაპარაკებების გუნდში. და ის იყო ის, ვინც ურჩია შევარდნაძეს, რომ ენდო რუსეთის გარანტიებს. ეს ადამიანი, ვინც არ უნდა ყოფილიყო, თამაშობდა გადამწყვეტ როლს იმაში, რაც მოხდა შემდეგ. 1993 წლის აგვისტოში დაიწყო ის, რასაც ქართველი ჯარისკაცები უწოდებენ უმძიმეს თვეს. სოჩის შეთანხმების შესაბამისად ქართულმა ჯარებმა უნდა გაიყვანათ ყველა ტანკის, საარტილერიო იარაღი და მძიმე ტექნიკა სოხუმიდან. პროცესი დაიწყო აგვისტოს პირველ რიცხვებში. ყოფილი ჯარისკაცები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ოპერაციაში, იხსენებენ, როგორ ტიროდნენ, როდესაც ტვირთავდნენ ტანკებს ბორნებზე და გზავნიდნენ ფოთში. ჩვენ ვიცოდით, რომ ტოვებდით ქალაქს უიარაღოდ, ამბობს ერთ-ერთი ყოფილი ოფიცერი. მაგრამ ბრძანება იყო ბრძანება. შევარდნაძე გვეუბნებოდა, რუსეთი გარანტიას იძლევა მშვიდობაზე. ჩვენ უნდა ვენდოთ დიპლომატიას. მაგრამ დიპლომატია არ მუშაობდა. აგვისტოს შუა რიცხვებში, როდესაც ქართული ტანკების უმეტესობა უკვე გაყვანილი იყო, დაიწყო პროვოკაციები. აფხაზური პოზიციებიდან ისროდნენ ქართულ დასახლებებზე. რუსის დამკვირვებლები, რომლებიც უნდა აკონტროლებდნენ ცეცხლის შეწყვეტას, უბრალოდ უყურებდნენ. ჩვენ ვრეკავდით რუსულ სარდლობაში და ვეუბნებოდით, თქვენ ხართ გარანტები, შეაჩერეთ ეს, იხსენებს გოგოლაძე. მათ გვიპასუხებდნენ, ჩვენ ვიძიებთ, ვინ ისროლებს. მაგრამ არაფერს აკეთებდნენ. ეს იყო თეატრი. ისინი ელოდნენ რაღაცას. რას ელოდნენ? პასუხი მოვიდა აგვისტოს ბოლოს. 1993 წლის აგვისტოს 27 რიცხვს შევარდნაძემ მიიღო ანგარიში თავისი დაზვერვისგან, აფხაზური მხარე ემზადება მასშტაბური შეტევისთვის. მათ მიღებული ჰქონდათ ახალი იარაღი, ახალი მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან და ყველაზე საშინელი რუსული მძიმე ტექნიკა. როდესაც პრეზიდენტმა წაიკითხა ეს ანგარიში, მან დაურეკა გრაჩოვს, ამბობს გოგოლაძე. მან უთხრა, თქვენ დამპირდით, რომ იქნებოდით გარანტები. რატომ შემოდის ტექნიკა აფხაზეთში? გრაჩოვმა უპასუხა, ჩვენ არ ვაკონტროლებთ, რას აკეთებენ მოხალისეები. ეს იყო სიცრუე. ყველა მიცოდა, რომ რუსეთი აწვდიდა იარაღს აფხაზებს. შევარდნაძე მოექცა ხაფანგში. მას არ ჰქონდა ტანკები, არ ჰქონდა მძიმე არტილერია და რუსეთი, რომელიც უნდა ყოფილიყო გარანტი, თამაშობდა მეორე მხარეს. რა შეეძლო მას? დაებრუნებინა ტექნიკა სოხუმში?
მაგრამ ეს ნიშნავდა სოჭის შეთანხმების დარღვევას და რუსეთს მისცემდა საბაბს ოფიციალურად ჩაერია. დარჩენილი ხო უმოქმედო? მაგრამ ეს ნიშნავდა სოხუმის მიტოვებას. პრეზიდენტი იყო სასოწარკვეთილებაში, იხსენებს გოგოლაძე. მან იცოდა რომ მოატყუეს. მაგრამ ძალიან გვიან იყო. ხაფანგი უკვე დახურული იყო. რატომ არ გამოაცხადა შევარდნაძემ საჯაროდ რომ რუსეთი არ ღვევდა შეთანხმებას? რატომ არ მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას? და ყველაზე მთავარი, ვინ იყო ის ადამიანი მის გარემოცვაში, რომელიც აძლევდა ინფორმაციას მოსკოვს და რომელიც შესაძლოა წუხდავდა მის არჩევანს? ამ კითხვებზე პასუხი გვიპოვებს მომდევნო თავში, როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ ადამიანთან, რომელიც იყო სოხუმში სექტემბრის 16 რიცხვს, როდესაც დაიწყო საბოლოო შტურმი. 1993 წლის სექტემბრის 14 რიცხვს, 2 დღით ადრე, ვიდრე დაიწყებოდა სოხუმის შტურმი, სოხუმის აეროპორტში ჩამოვიდა საიდუმლო ვიზიტორი, რომელიც არ გამოჩნდა არც ერთ ოფიციალურ პროტოკოლში. ეს იყო უცხოელი, რომელმაც გაატარა 1 საათი ედუარდ შევარდნაძის დროებით რეზიდენციაში და გაფრინდა ისე, რომ არავის მიესალმა. მოწმეები ამბობენ, რომ ამ საუბრის შემდეგ შევარდნაძე გამოვიდა კაბინეტიდან თეთრი როგორც ქაღალდი. რა ეთქვა მას იმ ღამით? შესთავაზეს თუ არა მას ემიგრაცია, თუ წაუკითხეს სასიკვდილო განაჩენი. ვინ იყო ეს ადამიანი? კგბ-ს აგენტი, ციას წარმომადგენელი, თუ ვიღაც ბევრად უფრო ძლიერი? გიორგი კარუმიძე, ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც იყო სოხუმის თავდაცვის შტაბის წევრი 1993 წლის სექტემბერში, ინახავს დღიურს, სადაც დეტალურად აღწერს იმ დღეებს. მან არასოდეს გაამჟღავნა ეს ინფორმაცია, მაგრამ დღეს პირველად ისთან ახმა გაგვიზიაროს ის, რაც მან იცის იმ საიდუმლო ვიზიტორის შესახებ. სექტემბრის 14 რიცხვს დაახლოებით ღამის 10 საათზე აეროპორტში ჩამოვიდა პირადი თვითმფრინავი, იხსენებს კარუმიძე. ეს არ იყო ჩვეულებრივი რეისი. თვითმფრინავს არ ჰქონდა იდენტიფიკაციის ნომერი. ჩვენი უსაფრთხოების სამსახური მიიღო ბრძანება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, არავინ არ უნდა მიუახლოვდეს თვითმფრინავს. არავინ არ უნდა დაინახოს, ვინ ჩამოდის. ეს იყო უპრეცედენტო. თვითმფრინავიდან ჩამოვიდა ერთი ადამიანი. მას ახლდა 2 დაცვა. ისინი ჩაჯდნენ მანქანაში და წავიდნენ პირდაპირ შევარდნაძის რეზიდენციაში, რომელიც მდებარეობდა სოხუმის ცენტრში. ჩვენ არ ვიცოდით, ვინ იყო ეს ადამიანი, აგრძელებს კარუმიძე. მაგრამ ვიცოდით, რომ ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან პრეზიდენტმა პირადად შეხვდა მას. საუბარი გაგრძელდა 1 საათი. ჩვენ, რომლებიც ვიდექით გარეთ, ვიცოდით, რომ რაღაც ძალიან სერიოზული ხდებოდა, რადგან შევარდნაძის ხმა, რომელიც ჩანდა კაბინეტიდან, იყო ძალიან დაძაბული. როდესაც ვიზიტორი გავიდა, შევარდნაძე დარჩა კაბინეტში მარტო 20 წუთის განმავლობაში. როდესაც ის გამოვიდა, მისი სახე იყო ისეთი, თითქოს ნახა მოჩვენებას, იხსენებს კარუმიძე. მან დაურეკა თავის უახლოეს მრჩევლებს და უთხრა, ჩვენ გვაქვს 44 საათი. 44 საათის შემდეგ დაიწყება შეტევა. ჩვენ მკითხეთ, როგორ იცით? მან უპასუხა, მე მითხრეს ადამიანმა, რომელიც იცის. ვინ იყო ეს ადამიანი, რომელიც იცოდა? კარუმიძე ფიქრობს, რომ ეს იყო რუსი დაზვერვის მაღალი რანგის ოფიცერი. ის მოვიდა არა იმისთვის, რომ გაფრთხილებოდა შევარდნაძეს, არამედ იმისთვის, რომ მიეცა მისთვის ულტიმატუმი, ამბობს კარუმიძე. ულტიმატუმი იყო მარტივი, ან შევარდნაძე ტოვებს სოხუმს მშვიდობიანად და რუსეთი დაეხმარება მას დარჩეს ხელისუფლებაში თბილისში, ან ის რჩება სოხუმში და იღუპება შტურმის დროს. ეს იყო არჩევანი, სიცოცხლე ძალაუფლების სანაცვლოდ, ან სიკვდილი პრინციპების სანაცვლოდ. მაგრამ შევარდნაძემ არ მიიღო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ. მან დარჩა სოხუმში. რატომ? კარუმიძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ელოდა რაღაცას. ის ელოდა, რომ იქნებ საერთაშორისო საზოგადოება ჩაერია. იქნებ გაერო გამოაცხადებდა რაღაცას. იქნებ ამერიკა დააწვებოდა ზეწოლას რუსეთზე. მაგრამ არაფერი მოხდა. სამყარო უყურებდა და ელოდა. სექტემბრის 16 რიცხვს დილის 6 საათზე დაიწყო შტურმი. აფხაზურმა ძალებმა, რომლებსაც ჰქონდათ მძიმე არტილერია, ტანკები და ასობით მებრძოლი ჩრდილოეთ კავკასიიდან დაიწყეს კოორდინირებული თავდასხმა სოხუმის ყველა მიმართულებით. ქართველ ჯარისკაცებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ტანკები, არ ჰქონდათ მძიმე არტილერია, შეეძლოთ მხოლოდ ავტომატებით პასუხის გაცემა. ეს იყო მკვლელობა, არა ომი, ამბობს კარუმიძე. ჩვენ ვიცოდით, რომ წავაგებდით. მაგრამ ვიბრძოდით, რადგან არ გქონდა არჩევანი.
შტურმის დაწყებიდან 1 საათის შემდეგ შევარდნაძემ მიიღო ზარი რუსეთის წარმომადგენლისგან სოხუმში. მან უთხრა, თქვენ უნდა გაფრინდეთ ახლავე. ჩვენ გვაქვს ვერტმფრენი, რომელიც მზად არის თქვენი გადასაყვანად, იხსენებს კარუმიძე. შევარდნაძემ უარი თქვა. მან უთხრა, მე არ დავტოვებ ჩემს ჯარისკაცებს. მაგრამ ჩვენ, რომლებიც ვიყავით მის გვერდით, ვიცოდით, რომ ეს იყო მხოლოდ დროის საკითხი. ქალაქი ვარდებოდა. მომდევნო 11 დღის განმავლობაში სოხუმი იყო ჯოჯოხეთში. ქართველი ჯარისკაცები იბრძოდნენ ქუჩა-ქუჩას, სახლ-სახლ, მაგრამ აფხაზური ძალები წინ მიიწევდნენ. სექტემბრის 27 რიცხვს, როდესაც აფხაზური ტანკები უკვე იყვნენ ქალაქის ცენტრში, შევარდნაძემ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება გაფრენის შესახებ. ჩვენ გავფრინდით ბაბუშარას აეროპორტიდან ბოლო მომენტში, ამბობს კარუმიძე. თვითმფრინავი ფრინავდა ისე დაბლა, რომ თითქმის ეხებოდა ხეებს. ჩვენ ვიცოდით, რომ აფხაზებს ჰქონდათ ზენიტ რაკეტები. ყოველ წამს ველოდით, რომ ჩამოგვაგდებდნენ. მაგრამ ჩვენ გადავრჩით. ათასობით ქართველი, რომლებიც დარჩნენ სოხუმში, არ გადარჩნენ. სოხუმის დაცემის შემდეგ შევარდნაძე დაბრუნდა თბილისში. მან არასოდეს გაამჟღავნა, ვინ იყო ის საიდუმლო ვიზიტორი, რომელიც მოვიდა სექტემბრის 14 რიცხვს. მან არასოდეს თქვა საჯაროდ, რომ რუსეთმა მოატყუა იგი სოჭის შეთანხმებით. რატომ? კარუმიძე ფიქრობს, რომ პასუხი მარტივია. ის იცოდა, რომ თუ ეტყოდა სიმართლეს, რუსეთი მოაწყობდა მის დამხობას. ის იცოდა, რომ მისი ერთადერთი შანსი დარჩენილიყო ხელისუფლებაში იყო ჩუმად ყოფნა. ამიტომ ის ჩუმდა. ამიტომ ისტარებდა ამ ტვირთს ცხოვრების ბოლომდე. მაგრამ ჩუმობა არ ნიშნავს დავიწყებას. დღეს, 30 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, ჩვენ ვიცით მეტი, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვიცით, რომ სოჭის შეთანხმება იყო ხაფანგი. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი არასოდეს არ აპირებდა იყოს გარანტი. ჩვენ ვიცით, რომ შევარდნაძეს ჰქონდა არჩევანი, მაგრამ ყველა არჩევანი იყო ცუდი. და ჩვენ ვიცით, რომ ის, რაც მოხდა სოხუმში, არ იყო მხოლოდ სამხედრო მარცხი. ეს იყო დიპლომატიური ღალატი, რომელიც შეცვალა საქართველოს ისტორიას. მაგრამ ერთი კითხვა რჩება, ვინ იყო ის ადამიანი შევარდნაძის გარემოცვაში, რომელიც გადასცემდა ინფორმაციას მოსკოვს? ვინ იყო ის, ვინც ურჩია პრეზიდენტს, რომ ენდო რუსეთის გარანტიებს? და ყველაზე მთავარი, იყო თუ არა ეს ადამიანი ნაწილი უფრო დიდი გეგმისა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს დაბრუნებას რუსეთის გავლენის სფეროში. ამ კითხვებზე პასუხს ჩვენ მივიღებთ მომდევნო ნაწილებში, როდესაც გავაგრძელებთ ამ ისტორიის გახსნას. 1993 წლის ოქტომბრის 2 რიცხვს, როდესაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაიწყო გამოძიება სოხუმის დაცემის გარემოებების შესახებ, მათ იპოვეს რაღაც, რაც არ უნდა არსებულიყო. ეს იყო მედიცინური ჩანაწერი დალუქული კონვერტში, რომელიც ინახებოდა ედუარდ შევარდნაძის პირადი ექიმის სეიფში. დოკუმენტი შეიცავდა დეტალურ ანალიზს პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 1993 წლის ივლის-აგვისტოში, ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც მიიღებოდა გადამწყვეტი გადაწყვეტილებები სოჭის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩანაწერში აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტს ჰქონდა მწვავე თავის ტკივილები, რომლებიც მკურნალობდა ძლიერი მედიკამენტებით, და რომ ექიმი გამოხატავდა შეშფოთებას მისი გადაწყვეტილების მიღების უნარზე სტრესის პირობებში. ყველაზე შოკის მომგვრელი იყო ბოლო გვერდზე ხელით ნაწერი შენიშვნა. პაციენტი განიცდის ძლიერ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ვურჩი მას დაისვენოს, მაგრამ მან უარი თქვა. ვშიშობ, რომ მისი მდგომარეობა გავლენას ახდენს მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. რატომ ინახებოდა ეს დოკუმენტი საიდუმლოდ? რა ფარავდა პრეზიდენტის პირადი ექიმი? და ყველაზე მთავარი, იყო თუ არა შევარდნაძე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად, რომ მიეღო ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორიც იყო სოჭის შეთანხმება. დოქტორი თამაზ ბერიძე, რომელიც იყო შევარდნაძის პირადი ექიმი 1993 წელს, არასოდეს არ ესაუბრა საჯაროდ თავისი პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ. მაგრამ დღეს 30 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, ის თანახმა გაგვიზია როსის, რასაც მან იცის. ედუარდ ამბროსისძე იყო ძლიერი ადამიანი, მაგრამ 1993 წლის ზაფხულში მისი ჯანმრთელობა იყო საგანგაშო მდგომარეობაში, იხსენებს ბერიძე, მისი ხმა ჯერ კიდევ სავსეა შეშფოთებით. მას ჰქონდა ქრონიკული მიგრენი, რომელიც გამწვავდა სტრესის დროს. ივლისში, როდესაც ის ემზადებოდა სოჭის მოლაპარაკებებისთვის, მას ჰქონდა თავის ტკივილის შეტევები, რომლებიც გრძელდებოდა საათობით. მე ვურჩევდი მას, რომ გადადებოდა მოლაპარაკებები, მაგრამ ის ამბობდა, თამაზ, მე არ მაქვს დრო ავადმყოფობისთვის. ქვეყანა მეტოვებს. მაგრამ ფიზიკური ტკივილი არ იყო ერთადერთი პრობლემა.
ბერიძე იხსენებს, რომ პრეზიდენტი განიცდიდა ძლიერ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ის ძალიან ცოტა სცინა. ზოგჯერ მხოლოდ 3-4 საათს ღამეში. ის იღვიძებდა შუაღამისას და დადიოდა თავის კაბინეტში, ფიქრობდა, კითხულობდა დოკუმენტებს. მე ვხედავდი, როგორ ჭამდა მას შიში. არა შიში თავისი სიცოცხლისთვის, არამედ შიში იმისა, რომ მიიღებდა არასწორ გადაწყვეტილებას, რომელიც დაჯდებოდა ათასობით ადამიანის სიცოცხლეს. ეს შიში, ამბობს ბერიძე, იყო გამართლებული. ის იცოდა, რომ რუსეთი თამაშობდა ორმაგ თამაშს. ის იცოდა, რომ სოჭის შეთანხმება შეიძლება იყოს ხაფანგი. მაგრამ რა შეეძლო? ის იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა გადაერჩინა ქვეყანა იმ რესურსებით, რაც ჰქონდა. და ეს რესურსები იყო ძალიან შეზღუდული. ბერიძე იხსენებს ერთ კონკრეტულ ეპიზოდს, რომელიც მოხდა ივლისის 25 რიცხვს, 2 დღით ადრე, ვიდრე შევარდნაძე წავიდოდა სოჭში. მე ვიყავი მის რეზიდენციაში, ვამოწმებდი მის წნევას. ის იყო ძალიან მაღალი. მე ვურჩიე მას, რომ არ წასულიყო სოჭში, რომ გადადებოდა მოლაპარაკებები. მან მითხრა, თამაზ, თუ მე არ წავალ, რუსეთი შემოიტანს ჯარებს აფხაზეთში. მაშინ ჩვენ წავაგებთ არა აფხაზებს, არამედ რუსეთის არმიას. ეს იქნება საქართველოს დასასრული. მე ვკითხე, მაგრამ თუ თქვენ წახვალთ და მოგატყუებენ, მან უპასუხა, მაშინ მე ვიქნები ის, ვინც მოატყუეს. მაგრამ მე მაინც უნდა ვცადო. ეს არის ის, რასაც ბერიძე უწოდებს სასოწარკვეთილების არჩევანს. შევარდნაძე არ იყო გულუბრყვილო. ის არ იყო ადამიანი, რომელიც ბრმად ენდობოდა რუსეთის გარანტიებს. მაგრამ ის იყო ადამიანი, რომელიც არ ჰქონდა სხვა არჩევანი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ქვეყნის ლიდერი და თქვენს წინაშე დგას ორი არჩევანი, ან თქვენ ენდობით მტერს და იქნებ გადაარჩენთ ათასობით სიცოცხლეს, ან არ ენდობით და დაკარგავთ ყველაფერს, ამბობს ბერიძე. რას აირჩევდით? შევარდნაძემ აირჩია პირველი. ის იმედოვნებდა, რომ იქნებ რუსეთი ამჯერად იქნებოდა პატიოსანი. ის ცდილობდა გადაერჩინა დრო, გადაერჩინა ადამიანები. მაგრამ ისტორიამ აჩვენა, რომ ის შეცდა. მაგრამ იყო თუ არა ეს შეცდომა, თუ იძულება? ბერიძე ფიქრობს, რომ პასუხი არის ორივე. ის იყო შეცდომა იმ თვალსაზრისით, რომ ისენდო რუსეთს. მაგრამ ის იყო იძულება იმ თვალსაზრისით, რომ მას არ ჰქონდა სხვა რეალური არჩევანი. თუ ის არ დაეთანხმებოდა სოჭის პირობებს, რუსეთი მოაწყობდა მის დამხობას და შემოიტანდა ჯარებს. თუ ის დაეთანხმებოდა, იქნებ ჰქონდა შანსი, რომ რუსეთი იქნებოდა პატიოსანი. ის აირჩია მეორე, რადგან ეს იყო ერთადერთი არჩევანი, რომელიც აძლევდა მას იმედს. ბერიძე ასევე იხსენებს, რომ შევარდნაძეს ჰქონდა კიდევ ერთი შიში, რომელზეც ის არასოდეს არ საუბრობდა საჯაროდ. ის ეშინოდა, რომ მის საკუთარ გარემოცვაში იყო ადამიანი, რომელიც მუშაობდა რუსეთზე. ის ამბობდა, თამაზ, მე ვიცი, რომ ვიღაც გადასცემს ინფორმაციას მოსკოვს. მაგრამ არ ვიცი ვინ. ეს მაშინებს მეტად ვიდრე რუსეთის ჯარები. ეს პარანოია, ამბობს ბერიძე, იყო გამართლებული. მოგვიანებით, როდესაც გაიხსნა არქივები, ჩვენ ვიცოდით, რომ მართლაც იყო ჯაშუში შევარდნაძის გარემოცვაში. ეს ადამიანი გადასცემდა ყველა დეტალს მოსკოვს, რას ფიქრობდა პრეზიდენტი, რას გეგმავდა, რას ეშინოდა. რუსეთი იცოდა ყველაფერი. ისინი თამაშობდნენ შევარდნაძესთან, როგორც კატა თაგვთან. ვინ იყო ეს ადამიანი? ბერიძე არ ასახელებს სახელს, მაგრამ ამბობს, ის იყო ძალიან ახლოს პრეზიდენტთან. ის იყო ადამიანი, რომელსაც შევარდნაძე ენდობოდა. და ის იყო ადამიანი, რომელმაც ღალატი მოუხადა არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ მთელ ქვეყანას. ამ ადამიანის ვინაობა დღემდე რჩება საიდუმლოდ, მაგრამ ბერიძე დარწმუნებულია, რომ ერთ დღეს სიმართლე გაიხსნება. ისტორია ყოველთვის ხსნის თავის საიდუმლოებებს. იქნება არა დღეს, იქნება არა ხვალ, მაგრამ ერთ დღეს ჩვენ ვიცოდით, ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც გაკიდა სოხუმი. მაგრამ რა იყო ის, რაც ნამდვილად მოხდა სოჭის მოლაპარაკებების დარბაზში? რა იყო ის, რაც შევარდნაძემ ნახა და გაიგო, რაც აიძულა მას ხელი მოეწერა შეთანხმებაზე? და ყველაზე მთავარი, იყო თუ არა რაიმე გზა, რომ თავიდან აეცილებინა ის, რაც მოხდა. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენ უნდა ვისაუბროთ ადამიანთან, რომელიც იყო სოჭის მოლაპარაკებების დარბაზში და რომელიც ახსოვს ყველა დეტალი იმ საბედისწერო დღისა. 1993 წლის ივლისის 27 რიცხვს სოჭის სასტუმრო ჟემჩუჟინას მეორე სართულზე, დახურულ დარბაზში, სადაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მოხდა რაღაც, რაც არასოდეს გამოქვეყნებულა ოფიციალურ პროტოკოლებში.
ეს იყო მოკლე, მაგრამ ინტენსიური საუბარი ედუარდ შევარდნაძესა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ პავლე გრაჩოვს შორის, რომელიც მოხდა შესვენების დროს, როდესაც ყველა სხვა მონაწილე გავიდა დარბაზიდან. ორი ადამიანი, რომლებიც დარჩნენ დარბაზში და შემთხვევით მოისმინეს ეს საუბარი, ინახავენ ამ საიდუმლოს 30 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. დღეს პირველად ერთ-ერთი მათგანი თანახმა გაგვიზიაროს ის, რასაც მან მოისმინა. ეს არის ისტორია, რომელიც ხსნის, რატომ შევარდნაძემ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც, როგორც ის იცოდა, იყო ხაფანგი. გიორგი მესხიშვილი, ყოფილი დიპლომატი, რომელიც იყო ქართული დელეგაციის წევრი სოჭის მოლაპარაკებებზე, არასოდეს არ ესაუბრა საჯაროდ იმ დღის შესახებ. მაგრამ დღეს, როდესაც ის არის 90 წლის, ის გრძნობს, რომ დროა სიმართლე ითქვას. ივლისის 27 რიცხვს დაახლოებით შუადღის 2 საათზე მოლაპარაკებებმა შესვენება აიღო, იხსენებს მესხიშვილი. მისი ხმა ჯერ კიდევ მყარია მიუხედავად ასაკისა. ყველა გავიდა დარბაზიდან რუსი დიპლომატები, აფხაზი წარმომადგენლები, ქართველი მრჩევლები. მაგრამ მე დავრჩი, რადგან დამავიწყდა ჩემი დოკუმენტები მაგიდაზე. როდესაც დაუბრუნდი მათ ასაღებად, ნახე, რომ შევარდნაძე და გრაჩოვი იდგნენ ფანჯრის წინ და საუბრობდნენ. მე დავმალულიყავი კარის უკან და მოვისმინე. რასაც მესხიშვილმა მოისმინა, შეცვალა მისი გაგება იმისა, რაც მოხდა სოხუმში. გრაჩოვი ეუბნებოდა შევარდნაძეს, ედუარდ ამბროსისძე, თქვენ იცით, რომ ჩვენ შეგვიძლია შემოვიდეთ აფხაზეთში ნებისმიერ მომენტში. ჩვენ გვაქვს ჯარები საზღვარზე. ჩვენ გვაქვს ტანკები, თვითმფრინავები, ყველაფერი. თუ თქვენ არ გაიყვანთ თქვენს ტექნიკას, ჩვენ შემოვალთ და დაგიცავთ. მაგრამ არა როგორც გარანტები, არამედ როგორც მონაწილეები. გინდათ ეს? ეს იყო პირდაპირი მუქარა. რუსეთი ამბობდა, ან თქვენ გაიყვანთ ტექნიკას და ჩვენ ვიქნებით გარანტები, ან არ გაიყვანთ და ჩვენ შემოვალთ როგორც მოწინააღმდეგე. მესხიშვილი იხსენებს, რომ შევარდნაძე დუმდა რამდენიმე წამის განმავლობაში. მე ვხედავდი მის ზურგს. ის იდგა უძრავად, მისი ხელები იყო უკან, მის ზურგს უკან. შემდეგ მან თქვა, პავლე კონსტანტინეს ძე, თქვენ მაძლევთ არჩევანს, რომელიც არ არის არჩევანი. თუ მე გავიყვან ტექნიკას და თქვენ არ იქნებით პატიოსანი გარანტები, სოხუმი დაეცემა. თუ მე არ გავიყვან ტექნიკას და თქვენ შემოხვალთ, საქართველო დაეცემა. რას მირჩევთ? გრაჩოვმა უპასუხა, მე გირჩევთ, რომ ენდოთ რუსეთს. ჩვენ ვართ თქვენი ერთადერთი იმედი. ეს იყო მომენტი, როდესაც შევარდნაძემ მიიღო გადაწყვეტილება. მესხიშვილი იხსენებს, რომ პრეზიდენტმა თქვა, კარგი, მე ვენდობი თქვენ. მაგრამ თუ თქვენ მომატყუებთ, ისტორია გაგიმართლებთ. გრაჩოვმა უპასუხა, ისტორია გაგვიმართლებს ორივეს, ედუარდ ამბროსის ძე. შემდეგ ორივე გავიდა დარბაზიდან და მესხიშვილი დარჩა მარტო, შოკში. მე გავიგე, რომ ეს იყო თეატრი, ამბობს მესხიშვილი. გრაჩოვი არ აპირებდა იყოს პატიოსანი გარანტი. ის აძლევდა შევარდნაძეს არჩევანს, რომელიც იყო ხაფანგი. და შევარდნაძე ამას იცოდა. მაგრამ რა შეეძლო? ის აირჩია ნაკლებად ცუდი ვარიანტი. მაგრამ რატომ არ გამოაცხადა შევარდნაძემ საჯაროდ ეს საუბარი? რატომ არ უთხრა ქართულ ხალხს, რომ რუსეთი მუქარა უქნევდა მას? მესხიშვილი ფიქრობს, რომ პასუხი მარტივია, თუ ის ეტყოდა სიმართლეს, რუსეთი უარყოფდა ყველაფერს და ამბობდა, რომ შევარდნაძე ცდილობდა გაემართლებინა თავისი შეცდომები. ამასთან თუ ის ეტყოდა სიმართლეს, ქართველი ხალხი მოითხოვდა, რომ ის არ დაეთანხმებინა სოჭის პირობებს. მაგრამ მაშინ რუსეთი შემოიტანდა ჯარებს და საქართველო წააგებდა ომს, რომელსაც ვერ მოიგებდა. შევარდნაძე იყო ხაფანგში. ის აირჩია ჩუმად ყოფნა და იმედოვნა, რომ იქნებ რუსეთი ამჯერად იქნებოდა პატიოსანი. მესხიშვილი ასევე იხსენებს, რომ მოლაპარაკებების დროს იყო კიდევ ერთი მომენტი, რომელიც აჩვენებდა, რომ რუსეთი თამაშობდა ორმაგ თამაშს. როდესაც ვსაუბრობდით შეთანხმების დეტალებზე, რუსმა დიპლომატებმა დააყენეს ერთი პირობა, რომელიც ძალიან უცნაური იყო. ისინი თქვეს, რომ ქართული მხარე უნდა გაეყვანა ტექნიკა 10 დღის განმავლობაში, მაგრამ აფხაზურ მხარეს არ ეთხოვებოდა იგივე. როდესაც ჩვენ ვკითხეთ, რატომ, მათ უპასუხეს, რადგან აფხაზებს არ აქვთ მძიმე ტექნიკა. მაგრამ ეს იყო სიცრუე. ყველამ იცოდა, რომ აფხაზებს ჰქონდათ ტანკები და არტილერია, რომელსაც რუსეთი აჭვდიდა. ეს იყო ნიშანი, რომ რუსეთი არ აპირებდა იყოს ნეიტრალური გარანტი. მაგრამ ყველაზე შოკის მომგვრელი დეტალი, რომელსაც მესხიშვილი იხსენებს, არის ის, რაც მოხდა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ. როდესაც ყველამ ხელი მოაწერა შეთანხმებას და ფოტოები გადაიღეს, გრაჩოვი მივიდა შევარდნაძესთან და უთხრა რაღაც ყურში. მე ვიდექი ახლოს და მოვისმინე.
კრაჩოვმა თქვა, ედუარდ ამბროსის ძე, თქვენ გააკეთეთ სწორი არჩევანი. ახლა თქვენი საქმეა, რომ დაარწმუნოთ თქვენი გენერლები, რომ ეს იყო სწორი არჩევანი. შევარდნაძემ უპასუხა, ჩემი გენერლები დამენდობიან. კრაჩოვმა თქვა, იმედია. რადგან თუ ისინი არ დაგენდობიან, ყველაფერი დაიკარგება. ეს იყო კიდევ ერთი მუქარა. რუსეთი აფრთხილებდა შევარდნაძეს, თუ შენი გენერლები არ დაემორჩილებიან, ყველაფერი ჩაიშლება. მესხიშვილი დარწმუნებულია, რომ შევარდნაძე იცოდა, რომ სოჭის შეთანხმება იყო ხაფანგი. მაგრამ ის იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა გადაერჩინა ქვეყანა იმ რესურსებით, რაც ჰქონდა. ის იცოდა, რომ რუსეთი თამაშობდა ორმაგ თამაშს. ის იცოდა, რომ აფხაზებს ჰქონდათ რუსული მხარდაჭერა. მაგრამ რა შეეძლო? ის არ შეეძლო ომი რუსეთის წინააღმდეგ. ის არ შეეძლო დაეტოვებინა სოხუმი უიარაღოდ. ის აირჩია ერთადერთი ვარიანტი, რომელიც აძლევდა მას იმედს ენდო-რუსეთის გარანტიებს და იმედოვნა, რომ ამჯერად ისინი იქნებოდნენ პატიოსნები. მაგრამ როგორც ისტორიამ აჩვენა, ეს იმედი იყო ცარიელი. რა გრძნობდა შევარდნაძე, როდესაც ის ბრუნდებოდა თბილისში სოჭიდან, იცოდა თუ არა ის, რომ მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც გახდებოდა სოხუმის სასიკვდილო განაჩენი. და ყველაზე მთავარი, იყო თუ არა რაიმე გზა, რომ თავიდან აეცილებინა ის, რაც მოხდა. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ აგვისტოში, როდესაც დაიწყო ის, რასაც ქართველები უწოდებენ სოხუმის აგონიას. 1993 წლის აგვისტოს მე-10 რიცხვს, როდესაც ქართული ჯარები იწყებდნენ მძიმე ტექნიკის გაყვანას სოხუმიდან, მოხდა რაღაც, რაც არასოდეს გამოქვეყნებულა ოფიციალურ ანგარიშებში. ეს იყო საიდუმლო შეხვედრა ქართველ გენერლებსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის, სადაც სამხედრო ხელმძღვანელობა ცდილობდა დაერწმუნებინა პრეზიდენტი, რომ არ გაეყვანა ტექნიკა. ამ შეხვედრაზე მოხდა ის, რასაც ზოგიერთი მონაწილე უწოდებს ყველაზე დრამატულ მომენტს მთელი კონფლიქტის განმავლობაში. ეს იყო მომენტი, როდესაც შევარდნაძემ უნდა აერჩია, მოესმინა თავის გენერლებს და დაერუია სოჭის შეთანხმება, თუ დაემორჩილებინა რუსეთის მოთხოვნებს და იმედა საუკეთესოზე. ის, რაც მოხდა იმ შეხვედრაზე, ხსნის, რატომ შევარდნაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლიდა საქართველოს ისტორიას. გენერალი ვარლამ ხეიძე, რომელიც იყო სოხუმის თავდაცვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი 1993 წელს, არასოდეს არ ესაუბრა საჯაროდ იმ შეხვედრის შესახებ. მაგრამ დღეს 30 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ ის თანახმა გაგვიზიაროს ის, რასაც მან იცის. აგვისტოს მე-10 რიცხვს დილის 9 საათზე ჩვენ, 6 გენერალი, შევიკრიბეთ პრეზიდენტის რეზიდენციაში თბილისში, იხსენებს ხეიძე, მისი ხმა ჯერ კიდევ სავსეა ემოციით. ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ დაგვერწმუნებინა შევარდნაძე, რომ არ გაეყვანა ტექნიკა სოხუმიდან. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო სასიკვდილო განაჩენი ქალაქისთვის. ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი არ იქნებოდა პატიოსანი გარანტი. ჩვენ ვიცოდით, რომ აფხაზები მოემზადებოდნენ შეტევისთვის. ხეიძე იხსენებს, რომ შეხვედრა იყო ძალიან დაძაბული. ჩვენ ვუთხარით პრეზიდენტს, ედუარდ ამბროსის ძე, თუ ჩვენ გავიყვანთ ტანკებს, სოხუმი დარჩება უიარაღოდ. აფხაზებს ექნებათ მძიმე არტილერია, ტანკები, ყველაფერი. ჩვენ ექნება მხოლოდ ავტომატები. ეს იქნება მკვლელობა, არა ომი. შევარდნაძემ მოისმინა და შემდეგ თქვა, მე ვიცი. მაგრამ თუ ჩვენ არ გავიყვანთ ტექნიკას, რუსეთი შემოიტანს ჯარებს. მაშინ ჩვენ წავაგებთ არა აფხაზებს, არამედ რუსეთის არმიას. ეს იქნება საქართველოს დასასრული. გენერლები არ დაეთანხმნენ. ხეიძე იხსენებს, რომ ერთ-ერთმა გენერალმა, რომლის სახელს ის არ ასახელებს, თქვა, მაშინ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა ვუთხრათ მსოფლიოს, რომ რუსეთი მუქარა გვიქნევს. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ საერთაშორისო დახმარება. შევარდნაძემ უპასუხა, და ვინ დაგვეხმარება? ამერიკა. ევროპა. ისინი გამოაცხადებენ შეშფოთებას და გააგრძელებენ თავიანთ საქმეებს. ჩვენ ვართ მარტო. ჩვენ ყოველთვის ვიყავით მარტო. ეს იყო მომენტი, როდესაც ხეიძემ გაიგო, რომ შევარდნაძე უკვე მიიღო გადაწყვეტილება. ის იცოდა, რომ ჩვენ ვიყავით მარტო. ის იცოდა, რომ არავინ არ დაგვეხმარებოდა. ის აირჩია ერთადერთი ვარიანტი, რომელიც მისი აზრით აძლევდა მას შანსს ენდო-რუსეთს და იმედოვნა საუკეთესოზე. მაგრამ გენერლები არ ტოვებდნენ. ხეიძე იხსენებს, რომ კიდევ ერთმა გენერალმა თქვა, ედუარდ ამბროსის ძე, თუ თქვენ გაიყვანთ ტექნიკას და სოხუმი დაეცემა, ისტორია გაგიმართლებთ როგორც ადამიანს, რომელმაც დათმო ქალაქი. შევარდნაძე დუმდა რამდენიმე წამის განმავლობაში.
შემდეგ მან თქვა, თუ მე არ გავიყვან ტექნიკას და რუსეთი შემოიტანს ჯარებს, ისტორია გამიმართლებს როგორც ადამიანს, რომელმაც დათმოქვეყანა. მე ვარჩევ პირველს. ეს იყო მისი საბოლოო გადაწყვეტილება. გენერლებმა გაიგეს, რომ მეტი არაფერი შეეძლოთ. ხეიძე იხსენებს, რომ როდესაც ისინი ტოვებდნენ რეზიდენციას, ერთ-ერთმა გენერალმა თქვა, ჩვენ ვკარგავთ სოხუმს. ხეიძემ უპასუხა, მე ვიცი. მაგრამ რა შეგვიძლია? პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება. ის გენერალი თქვა, მაშინ ჩვენ უნდა ვემზადოთ ბოლო ბრძოლისთვის. და ისინი ემზადებოდნენ. მომდევნო 6 კვირის განმავლობაში ქართველი ჯარისკაცები იცოდნენ, რომ ისინი იბრძოდნენ დაკარგულ საქმეზე. მაგრამ ისინი იბრძოდნენ, რადგან ეს იყო მათი მოვალეობა. ხეიძე ასევე იხსენებს, რომ აგვისტოში, როდესაც ტექნიკა იყვანებოდა სოხუმიდან, ქართველი ჯარისკაცები ტიროდნენ. მე ვნახე ახალგაზრდა ჯარისკაცები, რომლებიც ტვირთავდნენ ტანკებს ბორნებზე და ტიროდნენ. ისინი იცოდნენ, რომ ტოვებდნენ ქალაქს უიარაღოდ. ისინი იცოდნენ, რომ ეს იყო დასასრული. მაგრამ ბრძანება იყო ბრძანება. ჩვენ ვიყავით ჯარისკაცები. ჩვენ უნდა დაგვემორჩილებინა. ეს დამორჩილება, ამბობს ხეიძე, იყო ყველაზე რთული რამ, რაც მას ოდესმე მოუხდა. მე ვიცოდი, რომ ვაკეთებდი რაღაცას, რაც იყო არასწორი. მაგრამ რა შემეძლო? მე ვიყავი ჯარისკაცი. ჩემი საქმე იყო ბრძანების შესრულება, არა მისი დაკითხვა. მაგრამ იყო ერთი ადამიანი, რომელიც არ დაემორჩილა. ხეიძე იხსენებს, რომ ერთ-ერთმა გენერალმა, რომელიც იყო იმ შეხვედრაზე აგვისტოს მე-10 რიცხვს, უარი თქვა ბრძანების შესრულებაზე. ის თქვა, მე არ შევასრულებ ბრძანებას, რომელიც დათმობს სოხუმს. შევარდნაძემ უთხრა, მაშინ თქვენ დატოვებთ თქვენს პოსტს. ის გენერალი თქვა, კარგი. მე ვტოვებ. მაგრამ მე არ ვიქნები ნაწილი ამ ტრაგედიისა. და ის დატოვა. ის იყო ერთადერთი, ვინც ჰქონდა გამბედაობა, რომ უარი ეთქვა. ხეიძე არ ასახელებს ამ გენერლის სახელს, მაგრამ ამბობს, ის იყო გმირი. ის იყო ერთადერთი, ვინც დაიცვა თავისი პრინციპები. დანარჩენი გენერლები დარჩნენ და შეასრულეს ბრძანება. ხეიძე იხსენებს, რომ როდესაც ბოლო ტანკი გაიყვანეს სოხუმიდან აგვისტოს ბოლოს, მან იცოდა, რომ ეს იყო დასასრული. მე ვიდექი სოხუმის პორტში და ვუყურებდი, როგორ ტვირთავდნენ ბოლო ტანკს ბორანზე. ზღვა იყო მშვიდი, ცა იყო ლურჯი, მზიანათებდა. ყველაფერი გამოიყურებოდა მშვიდობიანად. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ეს იყო მოტყუება. მე ვიცოდი, რომ რამდენიმე კვირაში დაიწყებოდა შტურმი. მე ვიცოდი, რომ ჩვენ წავაგებდით. მაგრამ რა შემეძლო? მე ვიყავი ჯარისკაცი. ჩემი საქმე იყო ბრძოლა, არა გადაწყვეტილებების მიღება. რა გრძნობდა შევარდნაძე, როდესაც ის იღებდა ანგარიშებს ტექნიკის გაყვანის შესახებ. იცოდა თუ არა ის, რომ ისტოვებდა სოხუმს უიარაღოდ. და ყველაზე მთავარი, იყო თუ არა რაიმე გზა, რომ თავიდან აეცილებინა ის, რაც მოხდა. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენ უნდა ვისაუბროთ ადამიანთან, რომელიც იყო შევარდნაძის ყველაზე ახლო მრჩეველი და რომელიც, შესაძლოა, იცის მეტი, ვიდრე ვინმე სხვა იმის შესახებ, რაც ნამდვილად მოხდა იმ საბედისწერო დღეებში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი შევარდნაძეზე, ყოველი სამედიცინო საიდუმლო, ყოველი ევაკუაციის გეგმა, ყოველი ფარული გვირაბი თბილისის ქვეშ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ თქვენი ერთგულება თუ გადაარჩინოთ თქვენი სიცოცხლე. 1993 წლის სექტემბრის 22 რიცხვს ეს ადამიანები გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. რამ აიძულა ისინი ღალატი მოეხადათ თავიანთ უზენაეს ხელმძღვანელს. ზურაბ ჭანტურია, ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც იყო შევარდნაძის პირადი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე 1993 წელს, ინახავს დოკუმენტებს, რომლებიც არასოდეს გამოქვეყნებულა. ეს არის ანგარიშები, მემორანდუმები, ხელნაწერი შენიშვნები, რომლებიც ადასტურებენ, შევარდნაძის უშიშროების წრეში იყო ადამიანი, რომელიც მუშაობდა მოსკოვზე და რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა სოხუმის დაცემაში. 1993 წლის სექტემბრის დასაწყისში ჩვენ დავიწყეთ ეჭვი ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის მიმართ, იხსენებს ჭანტურია, მისი ხელები უცახცახებს, როდესაც ის ხსნის ძველ საქაღალდეს. ეს ადამიანი იყო ძალიან ახლოს პრეზიდენტთან. ის მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაში. ის იცოდა ყველა გეგმას, ყველა საიდუმლოს. მაგრამ ჩვენ დავიწყეთ შენიშვნა, რომ ყოველი მისი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტთან რუსეთის დაზვერვა იცოდა ზუსტად, რას აპირებდა შევარდნაძე.
ჭანტურია იხსენებს კონკრეტულ ეპიზოდს, რომელმაც დაადასტურა მათი ეჭვები. სექტემბრის მე-15 რიცხვს, ერთი დღით ადრე, ვიდრე დაიწყებოდა შტურმი, პრეზიდენტმა გამართა საიდუმლო შეხვედრა თავის უახლოეს მრჩევლებთან. მათ შორის იყო ეს ადამიანი. შეხვედრაზე შევარდნაძემ თქვა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია აფხაზური შეტევის შესახებ და რომ ის გეგმავდა ევაკუაციის გეგმის გააქტიურებას. ის თქვა, რომ ეს იყო სრულიად საიდუმლო ინფორმაცია და არავინ არ უნდა იცოდეს ამის შესახებ. მაგრამ იმავე საღამოს ჩვენმა დაზვერვამ დააფიქსირა, რომ ეს ადამიანი გამოვიდა რეზიდენციიდან და შეხვდა უცნობ პირს ერთ-ერთ პარკში. შეხვედრა გაგრძელდა 15 წუთი. მეორე დღეს დაიწყო შტურმი. ვინ იყო ეს ადამიანი? ჭანტურია არ ასახელებს სახელს, მაგრამ ამბობს, ის იყო ადამიანი, რომელსაც შევარდნაძე ენდობოდა უსიტყვოდ. ის იყო ადამიანი, რომელიც იყო ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში. და ის იყო ადამიანი, რომელმაც ღალატი მოუხადა არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ მთელ ქვეყანას. ჭანტურია ამბობს, რომ ისინი ცდილობდნენ დაეჭირათ ეს ადამიანი, მაგრამ ვერ შეძლეს. სოხუმის დაცემის შემდეგ, როდესაც ჩვენ დავბრუნდით თბილისში, ჩვენ დავიწყეთ გამოძიება. მაგრამ ეს ადამიანი იყო ძალიან ფრთხილი. მას არ ჰქონდა პირდაპირი კავშირები რუსეთის დაზვერვასთან. ის იყენებდა შუამავლებს, კოდებს, საიდუმლო შეხვედრებს. ჩვენ ვიცოდით, რომ ის იყო ჯაშუში, მაგრამ ვერ შევძელით მისი დამტკიცება. მაგრამ ყველაზე შოკის მომგვრელი ის იყო, რომ ეს ადამიანი არ იყო ერთადერთი. ჭანტურია იხსენებს, რომ მათ იპოვეს მტკიცებულება, რომ შევარდნაძის გარემოცვაში იყო მთელი ქსელი ადამიანებისა, რომლებიც მუშაობდნენ მოსკოვზე. ეს არ იყო ერთი ჯაშუში. ეს იყო მთელი ოპერაცია. რუსეთმა შექმნა ქსელი შევარდნაძის გარემოცვაში, რომელიც აკონტროლებდა ყველა ინფორმაციას, ყველა გადაწყვეტილებას. პრეზიდენტი იყო ხაფანგში. ის ფიქრობდა, რომ იღებდა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, მაგრამ სინამდვილეში რუსეთი აკონტროლებდა ყველაფერს. ეს გაცნობიერება, ამბობს ჭანტურია, იყო დამანგრეველი შევარდნაძისთვის. როდესაც ჩვენ ვუთხარით მას ამის შესახებ სოხუმის დაცემის შემდეგ, მან თქვა, მე ვიცოდი, რომ რაღაც არ იყო სწორი. მაგრამ არ ვიცოდი, რომ ეს იყო ასე ღრმა. ის იყო შეძრწუნებული. ის გაიგო, რომ მთელი ომის განმავლობაში ის თამაშობდა თამაშს, რომელიც უკვე წაგებული იყო. ჭანტურია ასევე იხსენებს, რომ ამ ჯაშუშების ქსელმა არა მხოლოდ გადასცა ინფორმაცია მოსკოვს, არამედ აქტიურად ზემოქმედებდა შევარდნაძის გადაწყვეტილებებზე. ისინი ურჩევდნენ მას, რომ ენდო რუსეთის გარანტიებს. ისინი ურჩევდნენ მას, რომ გაეყვანა ტექნიკა სოხუმიდან. ისინი ურჩევდნენ მას, რომ არ მოეთხოვა საერთაშორისო დახმარება. ყოველი მათი რჩევა იყო მიმართული იმისკენ, რომ შესუსტებულიყო საქართველოს პოზიცია და გაძლიერებულიყო რუსეთის გავლენა. ეს იყო არა მხოლოდ ჯაშუშობა, ამბობს ჭანტურია, არამედ აქტიური დივერსია. ისინი არ იყვნენ მხოლოდ დამკვირვებლები. ისინი იყვნენ აქტიური მონაწილეები იმ ტრაგედიაში, რომელიც მოხდა სოხუმში. მაგრამ რატომ არ გამოაცხადა შევარდნაძემ საჯაროდ ამ ჯაშუშების არსებობის შესახებ? რატომ არ დაიჭირა და არ დასაჯა ისინი? ჭანტურია ფიქრობს, რომ პასუხი მარტივია. თუ ის ეტყოდა სიმართლეს, ეს ნიშნავდა, რომ ის აღიარებდა, რომ მისი მთელი ადმინისტრაცია იყო ინფილტრირებული რუსეთის აგენტებით. ეს ნიშნავდა, რომ ის აღიარებდა, რომ ის კარგავდა კონტროლს. ეს ნიშნავდა, რომ ის აღიარებდა თავის სისუსტეს. და ეს იქნებოდა მისი პოლიტიკური დასასრული. ამიტომ შევარდნაძე ჩუმდა. ამიტომ ის არასოდეს არ გაამჟღავნა სრული სიმართლე იმის შესახებ, რაც მოხდა. ის ატარებდა ამ ტვირთს ცხოვრების ბოლომდე, ამბობს ჭანტურია. ის იცოდა, რომ მას ღალატი მოუხადეს. ის იცოდა, ვინ მოუხადა ღალატი. მაგრამ ის არასოდეს არ თქვა. რადგან თუ ეტყოდა, ეს განადგურებდა მას. ჭანტურია დარწმუნებულია, რომ ერთ დღეს სრული სიმართლე გაიხსნება. არქივები ერთ დღეს გაიხსნება. დოკუმენტები გამოვა ზედაპირზე. და მაშინ ჩვენ ვიცოდით ზუსტად, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომლებმაც გაყიდეს საქართველო. მაგრამ ახლა 30 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, ჩვენ უკვე ვიცით საკმარისი, რომ ვთქვათ, სოხუმის დაცემა არ იყო მხოლოდ სამხედრო მარცხი. ეს იყო ღალატი შიგნიდან, ღალატი იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც შევარდნაძე ენდობოდა ყველაზე მეტად. რა გრძნობდა შევარდნაძე, როდესაც ის გაიგო, რომ მის საკუთარ გარემოცვაში იყვნენ ღალატის მოქმედნი? როგორ შეძლო ის გაეგრძელებინა მმართველობა, იცოდა, რომ ის იყო გარშემორტყმული ჯაშუშებით. და ყველაზე მთავარი, რამდენი სხვა საიდუმლო ინახავს ის პერიოდი, რომლებიც ჯერ კიდევ არ გაიხსნა.
1993 წლის სექტემბრის 35 რიცხვს, როდესაც სოხუმი იყო თავის ბოლო საათებში, მოხდა რაღაც, რაც არასოდეს აღწერილა არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში. ეს იყო საიდუმლო ოპერაცია დოკუმენტების განადგურების შესახებ, რომელიც ჩატარდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში სოხუმში. ამ ოპერაციის დროს განადგურდა ათასობით დოკუმენტი, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას სოჭის შეთანხმების შესახებ, რუსეთის როლის შესახებ კონფლიქტში და ყველაზე მთავარი, იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მუშაობდნენ მოსკოვზე. რატომ განადგურდა ეს დოკუმენტები? რა ფარავდნენ ისინი? და ვინ იყო პასუხისმგებელი ამ ოპერაციაზე? ნინო ქავთარაძე, ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სოხუმში 1993 წელს, არასოდეს არ ესაუბრა საჯაროდ იმის შესახებ, რასაც მან ნახა იმ დღეს. მაგრამ დღეს 30 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ ის თანახმა გაგვიზიაროს ის, რასაც მან იცის. სექტემბრის 35 რიცხვს დილის 6 საათზე, როდესაც აფხაზური ძალები უკვე იყვნენ ქალაქის გარეუბანში, ჩვენ მივიღეთ ბრძანება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, განადგურეთ ყველა საიდუმლო დოკუმენტი, იხსენებს ქავთარაძე, მისი ხმა ჯერ კიდევ უცახცახებს. ჩვენ დავიწყეთ დოკუმენტების შეგროვება. იყო ასობით საქაღალდე, ათასობით გვერდი. ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო სოჭის შეთანხმებასთან, რუსეთთან მოლაპარაკებებთან, სამხედრო ოპერაციებთან. ჩვენ ვწვავდით მათ ეზოში, დიდ ლითონის კასრებში. ქავთარაძე იხსენებს, რომ დოკუმენტების განადგურება გაგრძელდა მთელი დღის განმავლობაში. ჩვენ მუშაობდით ცეცხლის ხმაურის ფონზე. ვიცოდით, რომ აფხაზები მოდიოდნენ. ვიცოდით, რომ ჩვენ გვქონდა მხოლოდ რამდენიმე საათი. მაგრამ ბრძანება იყო მკაფიო, არაფერი არ უნდა დარჩენილიყო. ყველა დოკუმენტი უნდა განადგურებულიყო. მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი იყო ის, რომ ზოგიერთი დოკუმენტი იყო განსაკუთრებით მონიშნული. იყო საქაღალდეები წითელი შტამპით, სადაც წერდა განადგურება პირველ რიგში. ეს იყო დოკუმენტები, რომლებიც შეიცავდა ყველაზე საიდუმლო ინფორმაციას. ჩვენ არ გვქონდა უფლება წაგვეკითხა ისინი. ჩვენ უბრალოდ უნდა გვეცვა. მაგრამ ქავთარაძემ წაიკითხა. მე ვიყავი ახალგაზრდა, ცნობის მოყვარე. მე მინდოდა ვეცოდა, რას ვწვავდი. ამიტომ, როდესაც არავინ მიყურებდა, მე გავხსენი ერთ-ერთი საქაღალდე წითელი შტამპით. რასაც მან ნახა, შეცვალა მისი გაგება მთელი კონფლიქტისა. ეს იყო მიმოწერა შევარდნაძესა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის. წერილები იყო დათარიღებული 1993 წლის ივნისით, ერთი თვით ადრე, ვიდრე სოჭის შეთანხმება. წერილებში რუსეთი ითხოვდა, რომ საქართველო გაეყვანა ტექნიკა სოხუმიდან და ამის სანაცვლოდ რუსეთი დაპირდა, რომ არ შემოიტანდა ჯარებს აფხაზეთში. მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი იყო ბოლო წერილი, სადაც რუსეთის გენერალი წერდა, ჩვენ ვიქნებით გარანტები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დაეთანხმება შემოსვლას თანამეგობრობაში და მოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ეს იყო პირობა. რუსეთი არ აპირებდა იყოს გარანტი უბრალოდ. ისინი ითხოვდნენ, რომ საქართველო დაბრუნებულიყო რუსეთის გავლენის სფეროში. ქავთარაძე იხსენებს, რომ როდესაც მან წაიკითხა ეს, მან გაიგო, რომ სოჭის შეთანხმება იყო ნაწილი უფრო დიდი გეგმისა. ეს არ იყო მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ეს იყო გეგმა საქართველოს დასაბრუნებლად რუსეთის კონტროლის ქვეშ. რუსეთი იყენებდა აფხაზეთის კონფლიქტს როგორც ბერკეტს, რომ აიძულებინა საქართველო შემოსულიყო დსთ-ში. და შევარდნაძე, რომელიც ცდილობდა გადაერჩინა სოხუმი, არ ხედავდა ამ დიდ სურათს. ქავთარაძემ დახურა საქაღალდე და ჩააგდო ცეცხლში. მე ვიცოდი, რომ ეს იყო ინფორმაცია, რომელიც არასოდეს უნდა განადგურებულიყო. მაგრამ რა შემეძლო? მე ვიყავი უბრალოდ თანამშრომელი. ჩემი საქმე იყო ბრძანების შესრულება. მაგრამ ქავთარაძემ გააკეთა რაღაც, რაც შეიძლება ჩაითვალოს როგორც გმირობა, ან როგორც ღალატი და მოკიდებულია თქვენს პერსპექტივაზე. მე გადავწერე რამდენიმე გვერდი ხელით, სანამ მათ ცეცხლში ჩავაგდებდი. მე დავმალე ეს ჩანაწერები ჩემს ტანსაცმელში და გავიტანე შენობიდან. მე ვიცოდი, რომ ეს იყო საშიში. თუ დამიჭერდნენ, მე დამსჯიდნენ. მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ ეს ინფორმაცია უნდა შენარჩუნებულიყო. ერთ დღეს ვფიქრობდი, ეს იქნება მნიშვნელოვანი ისტორიისთვის. ეს ჩანაწერები, ამბობს ქავთარაძე, ჯერ კიდევ არსებობს. მე ვინახავ მათ უსაფრთხო ადგილას. ერთ დღეს, როდესაც დრო იქნება სწორი, მე გამოვაქვეყნებ მათ. მაგრამ ჯერ არა. ჯერ კიდევ ცოცხალია ადამიანები, რომლებიც შეიძლება დაზარალდნენ ამ ინფორმაციით.
ქავთარაძე ასევე იხსენებს, რომ დოკუმენტების განადგურების დროს მოხდა რაღაც უცნაური. დაახლოებით შუადღის 2 საათზე, როდესაც ჩვენ ვაგრძელებდით წვას, შემოვიდა ერთი მაღალი თანამდებობის პირი. მე არ ვიცოდი მისი სახელი, მაგრამ ვიცოდი, რომ ის იყო ძალიან ახლოს შევარდნაძესთან. ის მოვიდა და უთხრა ჩვენს ხელმძღვანელს, არის ერთი საქაღალდე, რომელიც არ უნდა დაიცვას. ეს არის საქაღალდე ნომერი 1094. მომეცით ის. ჩვენმა ხელმძღვანელმა მოძებნა საქაღალდე და მისცა მას. ის ადამიანი აიღო საქაღალდე და გავიდა. ჩვენ არასოდეს ვიცოდით, რა იყო იმ საქაღალდეში. რა იყო საქაღალდე ნომერი 1094? რატომ იყო ის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ არ უნდა განადგურებულიყო? და ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც აიღო ის? ქავთარაძე არ იცის, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს იყო რაღაც, რაც შეიცავდა ყველაზე საიდუმლო ინფორმაციას. იქნებ ეს იყო მტკიცებულება იმის შესახებ, ვინ იყო ჯაშუში შევარდნაძის გარემოცვაში. იქნებ ეს იყო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა რუსეთის პირდაპირ ჩართულობას კონფლიქტში. იქნებ ეს იყო რაღაც კიდევ უფრო საშიში. ჩვენ არასოდეს ვიცოდით. მაგრამ ის ფაქტი, რომ ის არ დაიცვა, ნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ არსებობს სადღაც. ქავთარაძე დარწმუნებულია, რომ დოკუმენტების განადგურება იყო ნაწილი უფრო დიდი ოპერაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა სიმართლის დამალვას. ისინი არ ინდომებდნენ, რომ სამყარო იცოდეს, რა ნამდვილად მოხდა. ისინი არ ინდომებდნენ, რომ ხალხმა იცოდეს, რომ სოჭის შეთანხმება იყო ხაფანგი. ისინი არ ინდომებდნენ, რომ ხალხმა იცოდეს, რომ რუსეთი თამაშობდა ორმაგ თამაშს. ამიტომ ისინი განადგურეს ყველაფერი. მაგრამ ისინი ვერ განადგურეს ყველაფერს. ზოგიერთი დოკუმენტი გადარჩა. ზოგიერთი ადამიანი იცის სიმართლე. და ერთ დღეს ეს სიმართლე გამოვა ზედაპირზე. რა იყო ის, რაც ნამდვილად შეიცავდა იმ განადგურებულ დოკუმენტებში? რა საიდუმლოებები დაიკარგა იმ ცეცხლში? და ყველაზე მთავარი, არსებობს თუ არა ჯერ კიდევ სადმე ასლები იმ დოკუმენტებისა, რომლებიც შეიძლება ერთ დღეს გაიხსნას და გამოავლინოს სრული სიმართლე სოხუმის დაცემის შესახებ. 1993 წლის სექტემბრის 27 რიცხვს, როდესაც ედუარდ შევარდნაძე ფრინავდა ბაბუშარას აეროპორტიდან, მისი სხეული იყო ისეთ მდგომარეობაში, რომელიც ძლივს აძლევდა მას საშუალებას იდგა. ადამიანი, რომელიც ოდესღაც იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მოლაპარაკებდა მსოფლიო ლიდერებთან, რომელიც ხელს აწერდა ისტორიულ ხელშეკრულებებს, ახლა იყო ნანგრევი. მისი პირადი ექიმი, რომელიც იყო მასთან იმ თვითმფრინავში, იხსენებს, რომ შევარდნაძეს ჰქონდა ისეთი მაღალი წნევა, რომ ის ეშინოდა გულის შეტევის. მისი ხელები უცახცახებდა. მისი სახე იყო ფერმკრთალი. მისი თვალები იყო ცარიელი. ეს იყო ადამიანი, რომელიც ახლახან დაკარგა ყველაფერი, რისთვისაც იბრძოდა. ეს იყო ადამიანი, რომლის სხეული ასახავდა მის რეჟიმის დაცემას. დოქტორი თამაზ ბერიძე, რომელიც იყო შევარდნაძის პირადი ექიმი, იხსენებს იმ ფრენას, როგორც ყველაზე საშინელ გამოცდილებას თავის კარიერაში. როდესაც ჩვენ ავედით თვითმფრინავში, მე დავინახე, რომ პრეზიდენტი იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, იხსენებს ბერიძე, მისი ხმა ჯერ კიდევ სავსეა შეშფოთებით. მისი წნევა იყო 180-100-ზე. ეს იყო საშიში დონე. მე მივეცი მას მედიკამენტები, რომ დაეწია წნევა, მაგრამ ის არ მუშაობდა. მისი სხეული იყო შოკის მდგომარეობაში. ის ახლახან გადარჩა სიკვდილს. ის ახლახან დაინახა, როგორ ეცემა ქალაქი, რომლის გადარჩენისთვისაც ის აკეთებდა ყველაფერს. ეს იყო ძალიან ბევრი ერთი ადამიანისთვის. ბერიძე იხსენებს, რომ ფრენის დროს შევარდნაძე თითქმის არ საუბრობდა. ის იჯდა და უყურებდა ფანჯარას. ჩვენ ფრინავდით ძალიან დაბლა, თითქმის ხეების დონეზე, რადგან ვეშინოდით, რომ აფხაზებს შეეძლოთ ჩამოგვეგდოთ. ყოველ წამს ველოდით რაკეტის დარტყმას. მაგრამ პრეზიდენტი არ გამოიყურებოდა შეშინებული. ის გამოიყურებოდა ცარიელი. თითქოს მისი სული უკვე დატოვა მისი სხეული. ბერიძე ამბობს, რომ ერთხელ ფრენის შუაში შევარდნაძემ მიმართა მას და თქვა: თამაზ, მე ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა. მე ვიცოდი, რომ რუსეთი მომატყუებდა. მაგრამ რა შემეძლო? მე არ მქონდა არჩევანი. ეს იყო პირველი და ერთადერთი ჯერი, როდესაც შევარდნაძემ აღიარა, რომ ის იცოდა სოჭის შეთანხმების რეალური ბუნება. ბერიძე იხსენებს, რომ ის იყო შოკირებული. მე ვიფიქრე, რომ პრეზიდენტი იყო გულუბრყვილო, რომ ის ენდობოდა რუსეთს. მაგრამ ის მომენტი მე გავიგე, რომ ის არ იყო გულუბრყვილო. ის იყო სასოწარკვეთილი. ის იცოდა, რომ რუსეთი მოატყუებდა მას, მაგრამ ის არ ჰქონდა სხვა არჩევანი.
ეს იყო არჩევანი ორ ცუდ ვარიანტს შორის და ის აირჩია ის, რომელიც მისი აზრით იყო ნაკლებად ცუდი. ბერიძე ამბობს, რომ ამ გაცნობიერებამ შეცვალა მისი გაგება მთელი კონფლიქტისა. მე ვიფიქრე, რომ ეს იყო შეცდომა. მაგრამ ეს არ იყო შეცდომა. ეს იყო იძულება. ბერიძე ასევე იხსენებს, რომ შევარდნაძეს ჰქონდა ფიზიკური სიმპტომები, რომლებიც აჩვენებდა მის შინაგან ტანჯვას. მას ჰქონდა ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც არ წყდებოდა მედიკამენტებით. მას ჰქონდა კუჭის ტკივილი. მას არ შეეძლო ჭამა. მას არ შეეძლო ძილი. მისი სხეული უბრალოდ უარს ამბობდა ფუნქციონირებაზე. ეს იყო, თითქოს მისი სხეული ასახავდა მის რეჟიმის დაცემას. ის იყო ადამიანი, რომელიც ოდესღაც აკონტროლებდა მილიონების ბედს და ახლა ის ვერ აკონტროლებდა საკუთარ სხეულს. ეს დესაკრალიზაცია, ამბობს ბერიძე, იყო სიმბოლური. ადამიანი, რომელიც წყვეტდა მილიონების ბედს, უცახცახებდა, როდესაც ცდილობდა ადგომას სკამიდან. ბერიძე იხსენებს, რომ როდესაც ისინი დაეშნენ თბილისში, შევარდნაძე ძლივს შეეძლო გადმოსვლა თვითმფრინავიდან. მას დასჭირდა დახმარება, რომ ჩამოსულიყო კიბიდან. მისი ფეხები უცახცახებდა. მისი სახე იყო ისეთი ფერმკრთალი, რომ ის გამოიყურებოდა, თითქოს ავად იყო. მაგრამ როდესაც ის დაინახა კამერები და ჟურნალისტები, რომლებიც ელოდნენ მას აეროპორტში, ის გამოიმართა. ის გააკეთა ძალისხმევა, რომ გამოეჩინა ძლიერი. ის გააკეთა ძალისხმევა, რომ გამოეჩინა კონტროლი. მაგრამ მე ვხედავდი, რომ ეს იყო მხოლოდ ფასადი. შიგნით ის იყო გატეხილი. ბერიძე ასევე იხსენებს, რომ მომდევნო დღეებში შევარდნაძეს ჰქონდა რაღაც, რასაც ის უწოდებს ფსიქოლოგიურ კოლაფსს. ის არ ძინავდა. ის არ ჭამდა. ის უბრალოდ იჯდა თავის კაბინეტში და უყურებდა კედელს. ზოგჯერ ის ტიროდა. ზოგჯერ ის ყვიროდა. ზოგჯერ ის უბრალოდ დუმდა. ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო ღრმა დეპრესიაში. ეს იყო ადამიანი, რომელიც კარგავდა ნებას ცხოვრებისთვის. ბერიძე ამბობს, რომ ის ეშინოდა, რომ შევარდნაძე შეიძლება გაეკეთებინა რაღაც საშიში. მე ვურჩიე მას, რომ მიეღო ფსიქოლოგიური დახმარება. მაგრამ ის უარს ამბობდა. ის ამბობდა, მე არ მჭირდება დახმარება. მე მჭირდება დრო. მაგრამ დრო არ კურნავდა მის ჭრილობებს. ბერიძე დარწმუნებულია, რომ სოხუმის დაცემამ მოკლა რაღაც შევარდნაძეში. ის არასოდეს აღარ იყო იგივე ადამიანი. ის გააგრძელა მმართველობა კიდევ 10 წლის განმავლობაში, მაგრამ ის იყო ჩრდილი თავისი ყოფილი თავისა. ის იყო ადამიანი, რომელიც ატარებდა ტვირთს, რომელიც იყო ძალიან მძიმე. ის იყო ადამიანი, რომელიც იცოდა, რომ ის დათმო სოხუმი, მაგრამ არ შეეძლო ამის თქმა. ის იყო ადამიანი, რომელიც იცოდა, რომ მას ღალატი მოუხადეს, მაგრამ არ შეეძლო ამის გამჟღავნება. ეს იყო ცხოვრება ტანჯვაში. ბერიძე ასევე იხსენებს, რომ შევარდნაძეს ჰქონდა ერთი შიში, რომელიც მას არასოდეს არ დაუტოვებია. ის ეშინოდა, რომ ისტორია გაიმართლებდა მას როგორც ადამიანს, რომელმაც დათმო სოხუმი. ის ეშინოდა, რომ ხალხი იფიქრებდა, რომ ის იყო სუსტი, რომ ის იყო გულუბრყვილო, რომ ის იყო ღალატის მოქმედი. ის ამბობდა, თამაზ, მე ვიცი, რომ ხალხი მძულს. მე ვიცი, რომ ისინი ფიქრობენ, რომ მე გავყიდე სოხუმი. მაგრამ ისინი არ იციან სიმართლე. ისინი არ იციან, რომ მე არ მქონდა არჩევანი. მე ვეუბნებოდი მას, მაშინ უთხარით მათ სიმართლე. მაგრამ ის ამბობდა, მე არ შემიძლია. თუ მე ვიტყვი სიმართლეს, ეს განადგურებს ყველაფერს. რა იყო ის ყველაფერი, რასაც შევარდნაძე ეშინოდა განადგურების? რატომ არ შეეძლო მას სიმართლის თქმა? და ყველაზე მთავარი, როგორი ცხოვრა ის დარჩენილი წლები, იცოდა, რომ ის ატარებდა საიდუმლოს, რომელიც შეიძლება შეეცვალა საქართველოს ისტორია, თუ ის გამჟღავნდებოდა. ამ კითხვებზე პასუხები ჯერ კიდევ ელოდება გახსნას, მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, სოხუმის დაცემა იყო არა მხოლოდ სამხედრო მარცხი, არამედ პირადი ტრაგედია ადამიანისთვის, რომელიც ცდილობდა გადაერჩინა თავისი ქვეყანა და დაკარგა ყველაფერი ამ პროცესში. 1995 წლის იანვარში, 2 წლის შემდეგ სოხუმის დაცემის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ მიიღო ვიზიტორი, რომელიც არასოდეს გამოჩენილა არც ერთ ოფიციალურ ქრონიკაში. ეს იყო ყოფილი რუსი გენერალი, რომელიც მონაწილეობდა 1993 წლის მოვლენებში და რომელიც ახლა, თავისი სინდისის ტვირთით, მოვიდა თბილისში, რომ ეთქვა ის, რასაც ის უწოდებდა სიმართლეს, რომელიც უნდა ითქვას. შეხვედრა გაიმართა საიდუმლოდ პრეზიდენტის პირად რეზიდენციაში და გაგრძელდა 3 საათი.
მოწმეები, რომლებიც იდგნენ კარის უკან, იხსენებენ, რომ ისმოდა ხმამაღალი საუბარი, ზოგჯერ ყვირილი, ზოგჯერ დუმილი. როდესაც რუსი გენერალი გავიდა, შევარდნაძე დარჩა მარტო თავის კაბინეტში მთელი ღამის განმავლობაში. რა ეთქვა მას იმ საღამოს? რა სიმართლე გაიხსნა, რომელმაც აიძულა პრეზიდენტი დარჩენილიყო მარტო თავის აზრებთან 10 საათის განმავლობაში? და ყველაზე მთავარი, რატომ არასოდეს გამჟღავნდა ეს საუბარი საჯაროდ? გიორგი ბერიაშვილი, ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი, რომელიც იყო პასუხისმგებელი პრეზიდენტის რეზიდენციის დაცვაზე იმ პერიოდში, არასოდეს არ ესაუბრა საჯაროდ იმ ღამის შესახებ. მაგრამ დღეს 30 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, როდესაც ის არის 90 წლის, ის გრძნობს, რომ დროა სიმართლე ითქვას. იანვრის მე-15 რიცხვს საღამოს 7 საათზე რეზიდენციაში ჩამოვიდა ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა თავს როგორც ვიქტორ სამსონოვი, ყოფილი გენერალი რუსეთის არმიიდან, იხსენებს ბერიაშვილი. მისი ხმა ჯერ კიდევ მყარია მიუხედავად ასაკისა. ჩვენ გავამოწმეთ მისი დოკუმენტები. ყველაფერი იყო წესრიგში. პრეზიდენტმა პირადად დაადასტურა, რომ ის ელოდა ამ ვიზიტს. ჩვენ შევიყვანეთ ის კაბინეტში და დავტოვეთ ისინი მარტო. ბერიაშვილი იხსენებს, რომ პირველი 2 საათის განმავლობაში ყველაფერი იყო მშვიდი. ჩვენ ვიდექით კარის უკან და არაფერი ვიგრძენით. მაგრამ შემდეგ დაახლოებით 9 საათზე დაიწყო ხმამაღალი საუბარი. ჩვენ ვიგრძენით, როგორ ამაღლდა ხმები. ვიღაც ყვიროდა. ვიღაც პასუხობდა. ეს გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დადგა დუმილი. ეს დუმილი იყო უფრო საშინელი, ვიდრე ყვირილი. ბერიაშვილი ამბობს, რომ ისინი ეშინოდათ, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა. ჩვენ ვიყავით მზად შევიდეთ, თუ რაიმე მოხდებოდა. მაგრამ შემდეგ ისევ დაიწყო საუბარი, უფრო მშვიდი, უფრო დაბალი ტონით. ეს გაგრძელდა კიდევ 1 საათის განმავლობაში. როდესაც რუსი გენერალი საბოლოოდ გავიდა, დაახლოებით ღამის 10 საათზე, ბერიაშვილი იხსენებს, რომ მისი სახე იყო ისეთი, თითქოს ის ტიროდა. მისი თვალები იყო წითელი. მისი სახე იყო დაძაბული. ის არ უყურებდა არავის. ის უბრალოდ გავიდა და ჩაჯდა მანქანაში, რომელიც ელოდა მას. ჩვენ არასოდეს ვიცოდით, სად წავიდა ის. ჩვენ არასოდეს ვიცოდით, ვინ იყო ის ნამდვილად. მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი იყო ის, რაც მოხდა შემდეგ. როდესაც ჩვენ შევედით კაბინეტში, რომ შეგვემოწმებინა პრეზიდენტი, ვნახეთ, რომ ის იჯდა თავის სკამზე და უყურებდა ფანჯარას. ის არ მოძრაობდა. ის არ საუბრობდა. ის უბრალოდ იჯდა. ჩვენ ვკითხეთ, ედუარდ ამბროსის ძე, ყველაფერი რიგზეა, ის არ უპასუხა. ის უბრალოდ განაგრძო ყურება ფანჯრიდან. ბერიაშვილი იხსენებს, რომ შევარდნაძე დარჩა იმ პოზიციაში მთელი ღამის განმავლობაში. ჩვენ ვამოწმებდით მას ყოველ საათში. ის არ ძინავდა. ის არ ჭამდა. ის უბრალოდ იჯდა და უყურებდა ფანჯარას. დილის 6 საათზე, როდესაც მზე ამოვიდა, ის საბოლოოდ წამოდგა და გავიდა კაბინეტიდან. მისი სახე იყო ისეთი, თითქოს ის დაბერდა 10 წლით ერთ ღამეში. რა ეთქვა შევარდნაძეს იმ საღამოს? ბერიაშვილი არ იცის, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს იყო რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. რაც არ უნდა ეთქვა მას, ეს იყო რაღაც, რამაც გატეხა ის. ეს იყო რაღაც, რამაც აიძულა ის გადაეფიქრებინა ყველაფერი, რასაც ის იცოდა სოხუმის დაცემის შესახებ. ბერიაშვილი ასევე იხსენებს, რომ მომდევნო დღეებში შევარდნაძე იყო უჩვეულოდ მშვიდი. ის არ ყვიროდა. ის არ ნერვიულობდა. ის უბრალოდ იყო მშვიდი, თითქმის რეზიგნირებული. თითქოს ის მიიღო რაღაც, რასაც ის ებრძოდა წლების განმავლობაში. ბერიაშვილი ფიქრობს, რომ რუსმა გენერალმა უთხრა შევარდნაძეს რაღაც, რამაც დაადასტურა მისი ყველაზე ცუდი შიში. იქნებ მან უთხრა, რომ სოჭის შეთანხმება იყო გეგმილი ხაფანგი თავიდანვე. იქნებ მან უთხრა, ვინ იყო ჯაშუში მის გარემოცვაში. იქნებ მან უთხრა, რომ რუსეთი არასოდეს არ აპირებდა იყოს პატიოსანი გარანტი. რაც არ უნდა ეთქვა, ეს იყო სიმართლე, რომელიც შევარდნაძემ იცოდა, მაგრამ არ ინდომებდა დაეჯერებინა. ბერიაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს შეხვედრა იყო გადამწყვეტი მომენტი შევარდნაძისთვის. ამის შემდეგ ის არასოდეს აღარ იყო იგივე. ის გააგრძელა მმართველობა, მაგრამ ის იყო ჩრდილი თავისი ყოფილი თავისა. ის იყო ადამიანი, რომელიც იცოდა სიმართლე, მაგრამ არ შეეძლო მისი თქმა. ეს იყო ტვირთი, რომელიც მან ატარა ცხოვრების ბოლომდე. ბერიაშვილი ასევე იხსენებს, რომ შევარდნაძემ ერთხელ უთხრა მას რაღაც, რამაც დარჩა მის მეხსიერებაში.
ის თქვა, გიორგი, ზოგჯერ სიმართლე არის უფრო საშიში ვიდრე სიცრუე. რადგან სიმართლე შეიძლება განადგუროს ყველაფერი, რისთვისაც იბრძოდი. მე არ გავიგე მაშინ, რას ნიშნავდა ეს. მაგრამ ახლა მე ვიცი. ის საუბრობდა იმ სიმართლეზე, რომელიც მან გაიგო იმ საღამოს რუსი გენერალისგან. რა იყო ეს სიმართლე? რატომ იყო ის იმდენად საშიში, რომ შევარდნაძემ არასოდეს გაამჟღავნა ის? და ყველაზე მთავარი, არსებობს თუ არა ჯერ კიდევ ადამიანები, რომლებიც იციან ეს სიმართლე და რომლებიც ერთ დღეს გაამჟღავნებენ მას? ამ კითხვებზე პასუხები ჯერ კიდევ ელოდება გახსნას, მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, სოხუმის დაცემის ისტორია არის ბევრად უფრო რთული და ბევრად უფრო ტრაგიკული, ვიდრე ჩვენ ვიცით. 1993 წლის სექტემბრის 27 რიცხვიდან 1995 წლის დეკემბრამდე საქართველო შევიდა რუსეთის ხელმძღვანელობით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც შევარდნაძემ მიიღო 6 თვის შემდეგ სოხუმის დაცემის შემდეგ, და ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ბევრმა ქართველმა აღიქვა როგორც საბოლოო დამორჩილება რუსეთის ნებას. მაგრამ იყო თუ არა ეს დამორჩილება, თუ იძულება? იყო თუ არა ეს არჩევანი, თუ ულტიმატუმი? და ყველაზე მთავარი, იყო თუ არა სოხუმის დაცემა ნაწილი უფრო დიდი გეგმისა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს დაბრუნებას რუსეთის გავლენის სფეროში. ლევან ბერძენიშვილი, ყოფილი დიპლომატი, რომელიც მონაწილეობდა მოლაპარაკებებში თში შესვლის შესახებ, არასოდეს არ ესაუბრა საჯაროდ იმის შესახებ, რაც ნამდვილად მოხდა იმ მოლაპარაკებების დროს. მაგრამ დღეს 30 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ ის თანახმა გაგვიზიაროს ის, რასაც მან იცის. 1995 წლის მარტში, როდესაც ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები რუსეთთან თში შესვლის შესახებ, რუსეთის წარმომადგენლებმა დაგვიდეს პირობა, რომელიც იყო ძალიან მკაფიო, იხსენებს ბერძენიშვილი, მისი ხმა ჯერ კიდევ სავსეა გაბრაზებით. ისინი თქვეს, თუ საქართველო შედის თში, რუსეთი დაეხმარება საქართველოს ეკონომიკურად და პოლიტიკურად. თუ საქართველო არ შედის, რუსეთი გააგრძელებს მხარდაჭერას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტებისა. ეს იყო ულტიმატუმი, არა შეთავაზება. ბერძენიშვილი იხსენებს, რომ შევარდნაძე იყო ძალიან წინააღმდეგი თში შესვლის. ის ამბობდა, ჩვენ ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია ახლა დაუბრუნდეთ რუსეთის გავლენის სფეროში. მაგრამ რუსეთი იყო ურყევი. ისინი ამბობდნენ, თქვენ არ გაქვთ არჩევანი. თუ თქვენ არ შეხვალთ თში, ჩვენ გავაგრძელებთ დესტაბილიზაციას საქართველოში. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას სეპარატისტებისა. ჩვენ გავაგრძელებთ, სანამ საქართველო არ ჩამოიშლება. ეს იყო მუქარა, რომელიც შევარდნაძემ მიიღო სერიოზულად. ის იცოდა, რომ რუსეთს შეეძლო გაეკეთებინა ის, რასაც ამბობდა. ის იცოდა, რომ საქართველო იყო სუსტი, დაგსაქსული, გაღატაკებული. ის იცოდა, რომ ჩვენ არ შეგვეძლო წინააღმდეგობა რუსეთის ზეწოლას. ბერძენიშვილი ასევე იხსენებს, რომ რუსეთმა გამოიყენა სოხუმის დაცემა როგორც ბერკეტი. ისინი ამბობდნენ, თქვენ დაკარგეთ სოხუმი, რადგან თქვენ არ გქონდათ ჩვენი მხარდაჭერა. თუ თქვენ შეხვალთ თში, ჩვენ დაგეხმარებით დაიბრუნოთ აფხაზეთი. თუ არ შეხვალთ, აფხაზეთი დაიკარგება სამუდამოდ. ეს იყო ცინიკური მანიპულაცია. ისინი იყენებდნენ ტრაგედიას, რომელიც თავად მოაწყვეს, როგორც საბაბს საქართველოს დასაბრუნებლად თავიანთ კონტროლის ქვეშ. ბერძენიშვილი ამბობს, რომ შევარდნაძე გაიგო ეს მანიპულაცია, მაგრამ არ ჰქონდა არჩევანი. ის თქვა, ლევან, მე ვიცი, რომ ეს არის ხაფანგი. მაგრამ რა შემიძლია? თუ მე არ შევალ თში, საქართველო ჩამოიშლება. თუ შევალ, იქნებ გვექნება შანსი გადავრჩეთ. ის აირჩია გადარჩენა დამოუკიდებლობის ნაცვლად. ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ სოხუმის დაცემა იყო ნაწილი უფრო დიდი გეგმისა. რუსეთი არ ინდომებდა უბრალოდ აფხაზეთის კონტროლს. ისინი ინდომებდნენ საქართველოს კონტროლს. ისინი იყენებდნენ აფხაზეთის კონფლიქტს როგორც ინსტრუმენტს საქართველოს დასასუსტებლად, დესტაბილიზაციისთვის და საბოლოოდ დასაბრუნებლად თავიანთ გავლენის სფეროში. სოჭის შეთანხმება იყო პირველი ნაბიჯი ამ გეგმაში. სოხუმის დაცემა იყო მეორე ნაბიჯი. თში შესვლა იყო მესამე ნაბიჯი. ყველაფერი იყო დაგეგმილი. ბერძენიშვილი ამბობს, რომ შევარდნაძე გაიგო ეს მხოლოდ მოგვიანებით. როდესაც ის შევიდა თში და დაინახა, რომ რუსეთი არ აპირებდა დახმარებას აფხაზეთის დაბრუნებაში, ის გაიგო, რომ მას მოატყუეს კიდევ ერთხელ. მაგრამ მაშინ უკვე გვიან იყო. ბერძენიშვილი ასევე იხსენებს, რომ შევარდნაძეს ჰქონდა ერთი იმედი, რომელიც არასოდეს განხორციელდა. ის იმედოვნებდა, რომ დასავლეთი დაეხმარებოდა საქართველოს.
ის იმედოვნებდა, რომ ამერიკა, ევროპა ჩაერევოდნენ და დააწვებოდნენ ზეწოლას რუსეთზე. მაგრამ დასავლეთი იყო დაკავებული საკუთარი პრობლემებით. ისინი გამოაცხადებდნენ შეშფოთებას, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ. საქართველო იყო მარტო. ეს მარტოობა, ამბობს ბერძენიშვილი, იყო ყველაზე ტრაგიკული ასპექტი მთელი ისტორიისა. ჩვენ ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ არავინ არ იყო ჩვენს გვერდით. ჩვენ ვკარგავდით ტერიტორიებს, მაგრამ არავინ არ ეხმარებოდა ჩვენ. ჩვენ ვიძულებულნი ვიყავით დაბრუნებულიყავით რუსეთის გავლენის სფეროში, რადგან არ გვქონდა სხვა არჩევანი. ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ ისტორიამ უნდა გაიმართლოს შევარდნაძე, არა როგორც ხალატის მოქმედი, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც იყო ხაფანგში. ის არ იყო გმირი. ის არ იყო წმინდანი. მაგრამ ის არც იყო ღალატის მოქმედი. ის იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა გადაერჩინა თავისი ქვეყანა იმ რესურსებით, რაც ჰქონდა. ის აკეთებდა არჩევანებს, რომლებიც იყო ყველა ცუდი. მაგრამ ის აკეთებდა მათ, რადგან არ ჰქონდა სხვა არჩევანი. ეს არის სიმართლე, რომელიც ჩვენ უნდა გავიგოთ. ბერძენიშვილი ასევე ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ისტორიიდან. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ დამოუკიდებლობა არის არა მხოლოდ დროშა და ჰიმნი. ეს არის ყოველდღიური ბრძოლა, ყოველდღიური არჩევანი, ყოველდღიური მსხვერპლი. და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამ ბრძოლისთვის, თორემ ჩვენ დავკარგავთ ყველაფერს, როგორც დავკარგეთ სოხუმი. რა იქნებოდა, თუ შევარდნაძე არ შესულიყო დსთ-ში? რა იქნებოდა, თუ ის უარს ეთქვა რუსეთის ულტიმატუმზე? და ყველაზე მთავარი, შეეძლო თუ არა საქართველოს გადარჩენა დამოუკიდებლად, თუ ეს იყო უკვე წაგებული ბრძოლა თავიდანვე. ამ კითხვებზე პასუხები ჯერ კიდევ ველოდება გახსნას, მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, სოხუმის დაცემა იყო არა მხოლოდ სამხედრო მარცხი, არამედ გეოპოლიტიკური ტრაგედია, რომელმაც შეცვალა საქართველოს ბედი 10 წლეულებით. 1999 წლის ნოემბერში, როდესაც ედუარდ შევარდნაძე დაამხო ვარდების რევოლუციამ, ბევრმა ქართველმა იფიქრა, რომ ეს იყო სამართლიანობა. ადამიანი, რომელმაც დათმო სოხუმი, ადამიანი, რომელმაც დაუბრუნა საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში, ადამიანი, რომელიც მმართველობდა 10 წლის განმავლობაში კორუფციასა და ავტორიტარიზმში, საბოლოოდ დაეცა. მაგრამ იყო თუ არა ეს დაცემა დასასრული, თუ დასაწყისი? იყო თუ არა ეს სამართლიანობა, თუ ტრაგედია? და ყველაზე მთავარი, რა დატოვა შევარდნაძემ უკან, როდესაც ის დატოვა ხელისუფლება? ნინო ბურჯანაძე, რომელიც იყო პარლამენტის თავმჯდომარე 1999 წელს და რომელიც მონაწილეობდა მოლაპარაკებებში შევარდნაძესთან მის გადადგომაზე, იხსენებს იმ დღეებს როგორც ყველაზე დრამატულ მომენტებს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. ნოემბრის 22 რიცხვს, როდესაც ათასობით ადამიანი იყო ქუჩებში და მოითხოვდა შევარდნაძის გადადგომას, ჩვენ შევედით პარლამენტის შენობაში და ვიპოვეთ ის მარტო თავის კაბინეტში, იხსენებს ბურჯანაძე, მისი ხმა ჯერ კიდევ სავსეა ემოციით. ის იჯდა თავის სკამზე და უყურებდა ფანჯარას, სადაც ჩანდა ხალხის ზღვა. მისი სახე იყო მშვიდი, თითქმის რეზიგნირებული. როდესაც ჩვენ შევედით, ის მოიბრუნა და თქვა, მე ვიცოდი, რომ ეს მოვიდოდა. მე ვიცოდი, რომ ერთ დღეს ხალხი მოითხოვდა ჩემს გადადგომას. მე მზად ვარ. ბურჯანაძე იხსენებს, რომ შევარდნაძე არ იყო გაბრაზებული ან შეშინებული. ის იყო მშვიდი, თითქმის შვებულებული. თითქოს ის ელოდა ამ მომენტს წლების განმავლობაში. ის თქვა, მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო ამ ქვეყნისთვის. მე გავაკეთე შეცდომები. მე გავაკეთე არჩევანები, რომლებიც იყო ცუდი. მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობდი გადამერჩინა საქართველო. ახლა დროა, რომ სხვებმა სცადონ. ბურჯანაძე ამბობს, რომ ეს იყო მომენტი, როდესაც მან გაიგო, რომ შევარდნაძე არ იყო მონსტრი, რომელსაც ბევრი ქართველი თვლიდა. ის იყო ადამიანი, რომელიც გააკეთა შეცდომები, მაგრამ რომელიც ასევე გააკეთა მსხვერპლი. ის იყო ადამიანი, რომელიც ატარებდა ტვირთს, რომელიც იყო ძალიან მძიმე. ბურჯანაძე ასევე იხსენებს, რომ შევარდნაძემ უთხრა რაღაც, რაც დარჩა მის მეხსიერებაში. ის თქვა, ნინო, როდესაც თქვენ იქნებით ხელისუფლებაში, თქვენ გაიგებთ, რომ ზოგჯერ არ გაქვთ კარგი არჩევანები. ზოგჯერ თქვენ უნდა აირჩიოთ ორ ცუდ ვარიანტს შორის. და ზოგჯერ, რაც არ უნდა აირჩიოთ, ხალხი გაგიმართლებთ. ეს არის ხელისუფლების ტვირთი. ბურჯანაძე ამბობს, რომ ეს სიტყვები აღმოჩნდა პროფეტული. წლების შემდეგ, როდესაც მე თავად ვიყავი ხელისუფლებაში, მე გავიგე, რას ნიშნავდა ის. მე გავიგე, რომ ხელისუფლება არის არა მხოლოდ პრივილეგია, არამედ ტვირთი. და ზოგჯერ ეს ტვირთი არის ძალიან მძიმე. ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ შევარდნაძის მემკვიდრეობა არის რთული და წინააღმდეგობრივი.
ის არ იყო გმირი. ის არ იყო ღალატის მოქმედი. ის იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა გადაერჩინა თავისი ქვეყანა რთულ დროში. ის გააკეთა შეცდომები. ის დათმო სოხუმი. ის დაუბრუნა საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში. მაგრამ ის ასევე შეინარჩუნა საქართველოს დამოუკიდებლობა, როდესაც ბევრი ფიქრობდა, რომ ეს იყო შეუძლებელი. ის შეინარჩუნა საქართველო როგორც სახელმწიფო, როდესაც ბევრი ფიქრობდა, რომ ის ჩამოიშლებოდა. ეს არის მისი მემკვიდრეობა, არა გმირობა, არა ღალატი, არამედ გადარჩენა. ბურჯანაძე ასევე ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ შევარდნაძის შეცდომებიდან. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ დიპლომატია მტრებთან არის საშიში, როდესაც თქვენ არ გაქვთ ძალა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ გარანტიები ქაღალდზე არის უსარგებლო, თუ არ არის ძალა მათ უკან. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ დამოუკიდებლობა მოითხოვს არა მხოლოდ სურვილს, არამედ ძალას, ერთობას, მსხვერპლს. ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ სოხუმის დაცემის გაკვეთილები არის აქტუალური დღესაც. ჩვენ ჯერ კიდევ ვართ კონფლიქტში რუსეთთან. ჩვენ ჯერ კიდევ ვკარგავთ ტერიტორიებს. ჩვენ ჯერ კიდევ ვეძებთ გზას დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისკენ. და ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რა მოხდა სოხუმში, რომ არ გავიმეოროთ იგივე შეცდომები. რა იქნებოდა, თუ შევარდნაძე არ გადადგებოდა 1999 წელს? რა იქნებოდა, თუ ის რჩებოდა ხელისუფლებაში? და ყველაზე მთავარი, შეცვალა თუ არა მისმა გადადგომამ რაიმე საქართველოს ბედში, თუ ჩვენ ჯერ კიდევ ვატარებთ იმავე პრობლემებს, რომლებიც იყო მის დროს. ამ კითხვებზე პასუხები ჯერ კიდევ ელოდება გახსნას, მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, შევარდნაძის ისტორია არის ისტორია არჩევანებისა, მსხვერპლისა და ტვირთისა, რომელიც მოდის ხელისუფლებასთან ერთად. დღეს, 30 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ სოხუმის დაცემის შემდეგ, საქართველო ჯერ კიდევ ატარებს ამ ტრაგედიის ნაწიბურებს. აფხაზეთი ჯერ კიდევ არის ოკუპირებული. ათასობით ქართველი ჯერ კიდევ არიან იძულებით გადაადგილებული პირები. სოხუმი, ოდესღაც ქართული კულტურის ცენტრი, ახლა არის ქალაქი, სადაც ქართველები არ შეუძლიათ დაბრუნება. ედუარდ შევარდნაძე, ადამიანი, რომელიც იყო ამ ტრაგედიის ცენტრში, დატოვა ამ სამყაროს 1994 წელს, ატარებდა თავის საიდუმლოებებს საფლავამდე. მაგრამ მისი ისტორია ტოვებს ჩვენთან კითხვებს, რომლებზეც ჯერ კიდევ არ არის პასუხები. იყო თუ არა ის გულუბრყვილო, რომ ენდო რუსეთის გარანტიებს, თუ ის იყო იძულებული? იყო თუ არა სოჭის შეთანხმება შეცდომა, თუ ეს იყო ერთადერთი არჩევანი? იყო თუ არა სოხუმის დაცემა გარდაუვალი, თუ იყო გზა მისი თავიდან აცილებისა? ამ კითხვებზე პასუხები დამოკიდებულია იმაზე, ვის ვკითხავთ. ზოგიერთი ქართველი ფიქრობს, რომ შევარდნაძე იყო ღალატის მოქმედი, რომელმაც გაყიდა სოხუმი. სხვები ფიქრობენ, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც იყო ხაფანგში და რომელმაც გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო რთულ სიტუაციაში. იქნებ სიმართლე არის სადღაც შუაში. იქნებ შევარდნაძე არ იყო არც გმირი, არც ღალატის მოქმედი, არამედ უბრალოდ ადამიანი, რომელიც ცდილობდა გადაერჩინა თავისი ქვეყანა იმ რესურსებით, რაც ჰქონდა. იქნებ ის გააკეთა შეცდომები, მაგრამ ის ასევე გააკეთა არჩევანები, რომლებიც მისი აზრით იყო საუკეთესო იმ მომენტში. იქნებ ჩვენ არასოდეს ვიცოდით სრული სიმართლე იმის შესახებ, რაც მოხდა იმ საბედისწერო დღეებში 1993 წლის ზაფხულსა და შემოდგომაში. მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, სოხუმის დაცემა იყო ტრაგედია, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. ეს იყო ტრაგედია, რომელიც მოხდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი თამაშობდა ორმაგ თამაშს, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო იყო სუსტი, დაყოფილი, მარტო. ეს იყო ტრაგედია, რომელიც მოხდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ შევარდნაძემ ენდო რუსეთის გარანტიებს, არამედ იმიტომაც, რომ მას არ ჰქონდა სხვა არჩევანი. ეს იყო ტრაგედია, რომელიც მოხდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთი არ ჩაერია, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო არ იყო საკმარისად მნიშვნელოვანი მსოფლიო პოლიტიკაში. დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უკან იმ დღეებს, ჩვენ უნდა ვიკითხოთ თავს, რა ვისწავლეთ? რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ არ გავიმეოროთ იგივე შეცდომები? როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ საქართველო, რომ ის აღარასოდეს იყოს ისეთ სუსტ მდგომარეობაში, როგორიც იყო 1993 წელს? როგორ შეგვიძლია დავიბრუნოთ აფხაზეთი და სოხუმი მშვიდობიანი გზით? ამ კითხვებზე პასუხები არის რთული და მოითხოვს დროს, ძალისხმევას, ერთობას. მაგრამ ერთი რამ არის დარწმუნებული, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ სოხუმი. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ იმ ომში. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის ათასობით ქართველი, რომლებიც დატოვეს თავიანთი სახლები და ჯერ კიდევ ელიან დაბრუნების დღეს. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის გაკვეთილები, რომლებიც ჩვენ ვისწავლეთ იმ ტრაგედიიდან.
რადგან მხოლოდ ხსოვნით, მხოლოდ სწავლით, მხოლოდ ერთობით შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ ერთ დღეს სოხუმი დაბრუნდება საქართველოს და რომ აფხაზეთი კვლავ იქნება ნაწილი ჩვენი ქვეყნისა. პატივცემულო მაყურებლებო, თუ თქვენ ნახეთ ეს ტრაგიკული ისტორია ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ახსოვთ ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძე და სოხუმის დაცემა. და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ სიმართლე ისტორიის იდოლების შესახებ.